გამარჯობა, აჭარა თაიმსი იწყებს პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას ვიმყოფებით ბათუმში თევზის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე და ჩვენი ჩართვის მიზანი ამ ღამით არის ის, რომ ცოტა ხნის წინ, როგორც აქ მოვაჭრეები ამბობენ, გაუფრთხილებლად მოვიდნენ ქართული ოცნების ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები, რომლებიც იწყებენ კაფე-ბარების სადემონტაჟო პროცესს. ჯერჯერობით არ არის ცნობილი თუ რომელი ობიექტების დემონტაჟი უნდა დაიწყოს. აქ როგორც კადრში ხედავთ, ამ ეტაპზე შეკრებილი არიან როგორც დასაქმებულები, ასევე კაფე-რესტორნების მეპატრონეები და ისინი ელოდებიან გადაწყვეტილებას მუნიციპალური ინსპექციის ამ ტერიტორიაზე უნდა შემოვიდეს მძიმე ტექნიკა, თუმცა მას შემდეგ რაც მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები ადგილზე მოვიდნენ, აღმოაჩინეს, რომ მძიმე ტექნიკა ვერ შემოდის ამ ტერიტორიაზე და სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს რომ ტრაქტორით მძიმე ტექნიკით ამოთხარონ და მიწა და გამით გააკეთონ შემოსასვლელი გზა. თქვენ კადრში ხედავთ, ზედაპირზე გადის ნავთობისა და გაზის მილები და დაბალი ტერიტორიის გამო ვერ მოახერხა მძიმე ტექნიკამ ტერიტორიაზე შემოსვლა და კაფე-ბარების ნგრევის პროცესი. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ეს ბარიერი ამ ფორმით მოაგვარონ, დაიწყო ტრაქტორმა გზის ზედაპირის ამოთხრა, დაღრმავების პროცესი, რომლის შემდგომაც სავარაუდოდ ამ ტერიტორიაზე უკვე შემოვა მძიმე ტექნიკა და დაიწყება თევზის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კაფე-რესტორნების ნგრევის პროცესი. თქვენ როგორც იცით, მუნიციპალური ინსპექცია აქტიურ რეჟიმში ახორციელებს საზღვაო ზონაში სხვადასხვა ობიექტების დემონტაჟს. ამ ღამით კი მოადგნენ უკვე თევზის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ობიექტების მფლობელებს. ჯერჯერობით არ არის ცნობილი თუ რომელი ობიექტის დემონტაჟი უნდა განხორციელდეს. ჩვენ უკვე შეგვიძლია მოусმინოთ აქ შეკრებილ ადამიანებს და უფრო მათგან გავიგოთ თუ რა პოზიცია აქვთ მას, რას ფიქრობენ ისინი. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ, გითხარით, აბა, რამდენად ელოდით დღეს მუნიციპალურ ინსპექციას და რა ინფორმაცია? არ ველოდით, შვიდობა გვსურს, მუშაობა გვსურს და არ წავალთ აქედან. იყო გაფრთხილება, რომ დემონტაჟის პროცესი უნდა დაიწყოს? არანაირი გაფრთხილება არ ყოფილა. და როგორ ფიქრობთ, რომელი ობიექტის დემონტაჟი მოხდება? გაგაცნეს ინფორმაცია? აი ბოლო იქ დასრულებული რო არ არის. ჯერჯერობით, მაგრამ ეს შეიძლება დასაწყისია და აქაც მოვიდნენ. ასეკებია, მადლობა. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ, გითხარით თქვენი მოსაზრებაც, რას ფიქრობთ, ასე გაუფრთხილებლად, როცა მოდის მაკონტროლებელი და გინგრევთ იმას, რაც თქვენი ხელით შექმენით. იმას რომ უსამართლობაა, გაფრთხილება არ მოუცემიათ, 10 წელი ჩვენ აქ მუშაობთ. ოჯახს ვარჩენთ ამ შრომით, ეხლა ყველაფერი უნდა დაგვინგრიონ და ჩვენ აქ რომ დაგჭირდეს ერთი თვეს გავათანებთ და ამას არ დავანგრევიებთ. ყველა ფეხსებთ გავართ, ყველა ოჯახის წევრებია, ერთი ოჯახი ვართ ჩვენ. ყველა და მაგის ნებას არ მივცემთ, რომ მათი სურვილით დაგვანგრიონ, რომ გავეფრთხილებინეთ, მოსული იყოს საბუთი, კანონიერი და ეს ჩვენ გვცოდნო და უკვე ხმას არ ამოვიღებდით, გვეცოდინებოდა, რომ დანგრევას ექვემდებარებით, მაგრამ ესე უცბად ღამის 10-20 წუთზე შემოვიდა ტრაქტორი და მუნიციპალიტეტი და ანგრევს და არც გვიხსნის რა ხდება და გვეუბნება, რომ ჩვენ ვანგრევთ ეხლა იმ შენობას და რომ ვეკითხები, ასე იგი ის რომ დაიგრევა, მერე აქეთ მოდიხართ, ხო? ეს მერენდელი საკითხია, პასუხი მივიღე ესეთი პირადად მე, რო შევეკითხე. რას ნიშნავს, როცა მოდიან ასე ღამით გაუფრთხილებლად, რაზე მეტყველებს ეს თქვენი აზრით? ეს უკანონობა, უსამართლობა. სამუშაო საათები ვიცი მე 8 საათიანი გრაფიკი. და დღისით, მზისით უფროსობასთან უნდა შეთანხმდეს ეს, რომ ჩვენ ვანგრევთ და თქვენ უნდა იყოთ მზადყოფნაში. და არა ის, რომ მოვიდნენ პირდაპირ ტრაქტორებით, ხრიან მიწას, რაშიც ძალიან დიდი თანხაა ჩაყრილი, აქ იყო სანაგვე, გაწმინდეს, ეს ყველაფერი ფინანსებზეა დამოკიდებული, რა თქმა უნდა. გააპრიალეს ტურისტები, ამით ჩვენ მოვიზიდეთ და ეხლა რა შვებიან. გაანადგურეს ჩვენი ნაშრომი 10 წლის. ფაქტობრივად შემოსავლის წყაროს უკარგავენ უამრავ ადამიანს. ყველანაირად გვიკეტავენ ხალხს შემოსავლის წყაროს. თქვენ აქ რასაც ხედავთ, ეს არის დღევანდელი სმენა, მაგრამ თუ საჭირო იქნება,
მთელი რესტორნების ყველას მოვა აქ. აქ 10 და 20 კაცი არ მუშაობს. აქ 300-400 ადამიანზეა საუბარი და სახელმწიფო აგეს ამუშავებს. სახელმწიფო აგენს იმ გადასახადებს ბანკის დავალიანება თუ ზოგი ქირაში ცხოვრობს, ზოგს სხვა ავადმყოფები ყავთ. ამას ყველაფერს აუნაზღაურებს. ვალდებულია სახელმწიფო მაშინ ეს ხალხს რო სამუშაოს აკარგვინებს აუნაზღაუროს მთელი წლის როგორც ვიცი მე. გაფორმებულზეა საუბარი. მე პატრონი არაა ვალდებული. არის სახელმწიფო ვალდებული მიხედოს თავის ხალხს, მაგრამ არ უყურებს თავის ხალხს. და ამას ვითხოვთ ჩვენ. დაგვანებონ თავი. თუ მანდა მაინც აღებაზე მოვიდნენ, წარადგინონ საბუთი, გვითხრან რომ დრო გაქვთ. ერთი თვე, ორი თვე რაღაც. არა, მოვიდნენ პირდაპირ ტრაქტორებით და ანგრევენ. გასაგებია, მადლობა. გითხარით აბა თქვენც რას ფიქრობთ, რამდენად არის ეს საფუძვლიანი, როცა ასე გაუფრთხილებლად მოდიან და ანგრევენ იმას, რაც თქვენი ხელებით შექმნით ამ ტერიტორიაზე. სრულიად საფუძვლოა, იმიტომ რომ ჩვენ ამით ვარსებობთ და ძალიან ვთხოვთ თუ ვინმე არის ამისთვის, რომ დაგვეხმაროს და მოგვაქციოს ყურადღება მთავრობა და ეს მთავრობა თვითონ გვინგრევს ამ აწყობილს ყველაფერს, სამთხოვრო მოგვაქციონ ყურადღება და მოგცენ იმის საშუალება, რომ ვიშრომოთ და ოჯახში მივიტანოთ ლუკმაპურის ფული. ამით ვარსებობთ ჩვენ და ამით ვდგავართ ჩვენი შვილების გვერდით და ამით არ გვიწევს საქართველოს დატოვება და ძალიან ვთხოვ ჩვენ მთავრობას, რომ აი გამოიჩინოს ყველანაირად ყურადღება და არავითარ შემთხვევაში არ მოხდეს ეს. ჩვენ დაგვანებონ თავი, ჩვენ ვიდგებით აქ ყოველთვის და დავიცავთ ჩვენ სადარაჯოს და უფლებებს, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ქართველები და ჩვენ დავიცავთ ჩვენ ადგილებს და არავის არ მივცემთ ამას. და არ დავანგრევინებთ. დიახ, აი ნებართვები გაქვთ ამის, რაც არსებობს აქ ობიექტები, მუნიციპალიტეტთან რა ტიპის ურთიერთობა გაკავშირებთ? ეს 10 წლიანი სამუშაოა, 10 წელია ის არსებობს და ვშრომობთ ჩვენ აქა. ეს არის ჩვენი ნებართვა და ჩვენ, ანუ ჩვენი უფროსობა ზრუნავს ჩვენზე. თანამშრომლებზე და ჩვენ ვიდგებით აქ. ანუ არ დავთმობთ ამ ადგილს და ასე გათენებას რომ მოგვიწევს, ჩვენ ვიქნებით აქა და ძალიან ვთხოვთ მოგვაქციონ ყურადღება სახელმწიფომ იმის გამო რომ ხალხს არ დაგტოვონ ასე უყურადღებოთ. ჩვენი უფროსი შემოსავლებს უხდის, ხო? ჩვენ ყველა თანამშრომლიდან ის საპენსიო ფონდია, ის საშემოსავლოა, ამას ყველაფერს იხდის. რადგან იხდის, ესე იგი იმის ნებართვაც აქვს, რომ ამუშაოს თანამშრომლები და ამუშაოს ობიექტი. ამიდან გამომდინარე, დასკვნა უკვე არის. გასაგებია, მადლობა. თქვენ აი ასეთი არის ვითარება ახლა ამ ტერიტორიაზე მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები იმყოფებიან ადგილზე. პარალელურად მიმდინარეობს, როგორც გითხარით, კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ იმას, რომ ამ ტერიტორიაზე ვერ შემოვიდა მძიმე ტექნიკა იმის გამო, რომ ზედაპირზე გადის ნავთობისა და გაზის მილები და მძიმე ტექნიკა ვერ შემოდის ადგილზე და სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ამოთხარონ ზედაპირი და ამ ფორმით დააღრმავონ სივრცე, რომლის შემდგომაც უნდა შემოვიდეს ამ ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა და დაიწყოს კაფე-ბარების დემონტაჟი და როგორც აქ შეკრებილი ადამიანები ამბობენ, ეს ყველაფერი მოხდა წინასწარი გაფრთხილების გარეშე. გავაგრძელოთ კვლავ სხვების მოსმენაც. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. გითხარით, რას ფიქრობთ იმ პროცესზე, რაც ახლა მიმდინარეობს თქვენს თვალწინ? ეს ყველაფერი არის უკანონობა. ჩვენ 10 წელი ვმუშაობთ ამ რესტორანში. ჩვენ ამ რესტორანით ვარჩენთ ოჯახს, ბავშვებს და ვთხოვთ ყველას ზემდგომებს, რომ მოგვაქციოს ყურადღება. რატომ არ იყო თქვენი აზრით გაფრთხილება და რატომ მოვიდნენ გვიან ღამით? იმიტომ რომ უკანონოდ აკეთებენ ყველაფერს და კანონიერად რო გაკეთდეს, მაშინ იქნებოდა გაფრთხილება. გასაგებია, შეგიძლიათ გითხრათ, ქალბატონო, რას ფიქრობთ, რა გაქვთ თქვენ სათქმელი? მე რა მაქვს სათქმელი და რას ვიტყვით, რჩებით უმუშავროთ. ჩვენ შვილები ყავს, შვილიშვილები ყავს, ნახირავებში ვცხოვრობთ, ამით ჩვენ ვარჩვით ჩვენ ოჯახს. ბანკები აქვს ხალხს, 10 წელი ვმუშაობთ, 10 წლის უკან სად იყო ეს ხალხი? 10 წლის უკან რო შენდებოდა, რატომ მაშინ არ მოვიდნენ? რატომ მაშინ არ დაანგრიენ? რატომ მაშინ არ მისცენ უფლება? მისცენ უფლება, რომ ეს არ შენდეს ყველაფერი. მაშინ დაენგრენ. შესაძლოა ახლა მუნიციპალურმა ინსპექციამ თქვას ის, რომ ეს არის უკანონოდ აშენებული ეს ობიექტები, მათ შორის არა გაქვთ თქვენ санებართვო დოკუმენტაცია. 10 წელი, რატო ხო იხდიან ყველაფერს, შუქის ფულით იხდიან, წყალის ფულით იხდიან, ყველაფერს ხო იხდიან. კომუნალური ინფრასტრუქტურის გარდა დამატებით ხოს
უფლებები უნდა მოგეპო. აფები იყოს, რაფებს იხდიდნენ, ყველაფერს ხო იხდიდნენ. ხო ყველაფერი საბუთები ხო ყველაფერი შედის მაგენთან. თუ კანონო იყო ეს ყველაფერი, მაშინ რატო გააჩერენ ამდენი წელი? 10 წელი? და 10 წელი ამდენი მუშა. ეს კიდე რა, ეს არის ერთი წვეთი რა. ხალხი ახლა მუშაობს, აგერ ყველა დგას მუშაობს, იმის მუშაობს. რა ვქნა ჩვენ 50 წლის ხალმა რა გავაკეთო მე? ნუ რა გავაკეთო, საწევიდე სამიმუშაო. 40 წლის იქეთ მუშაობა არა, თუ ცოცხლი ეიღე ხელში ინგლისური უნდა იცოდე, ფრანგული უნდა იცოდე, თურქული უნდა იცოდე. ჩემ საქართველოში მე ქართული უნდა ვიცოდე, ჩემი ენა, ჩემი საქართველო. ხო, სასწრაფო ქართული ენა არ უნდა იცოდე, ცოცხლი ინგლისურად ცეკვავს. ასე არ არის? რა? ახლა რას აპირებთ თქვენ აქ ადგილზე უნდა იქნება? ვიდგეთ ახანე ყველა ერთად, ზურგი ზურგზე უნდა ვიდგეთ, რომ არ მიცეთ უფლება, რომ ჩვენ დავტიონ უმუშავრო, დავტიონ ასე, უპატრონოთ. ვეხვერწებით თავრობას. ბოლომდე ვიბრძოლე. დიახ, აი როცა ასე მოდიან გვიან ღამით, როგორ ფიქრობთ, ეს რაზე შეიძლება მეტყველებდეს, ან ახლა ასე გაუფრთხილებლად არ ახართ იმ რაოდენობით, რომ წინააღმდეგობა გაუწიეთ, ხო? აი რას აპირებთ თქვენ? რა თქმა უნდა, ღამე იმიტომ მოდიან გვიან, რომ ჩვენ ყველა წასული ვიქნებით, არავინ არ შეუშლის ხელს. რა თქმა უნდა, უკანონოთა და გვიან არ ვართ წასულები კიდო კარგი და ყველა გათენებამდე ვიდგებით აქ და არ მიცემთ 10 წლის ნაშრომს არ ჩავაყრევინებთ წყალში. ხალხს ოჯახები გვაქვს, ბანკებით ბინები ვიყიდეთ, ბანკები გვაქვს, ვალები გვაქვს, პრობლემები გვაქვს და როგორ შეიძლება უმუშევარი და ულუკმაპურო დავრჩეთ? აქ მუშაობს 300-400 კაცი, დასაქმებული ყავს ამ ხალხს. ყველანაირ დეღეკია თუ ნალოგია თუ რამე არსებობს, ყველაფერს იხდის, მაშინ თუ უკანონო იყო, რატო ახტევინებენ თუ უკანონოა? თავის დროზე რატომ მისცემნება? ახლა რა უფლებით ანგრევენ? ცოდვა არა ვართ ამდენი ხალხი? გასაგებია, მადლობა თქვენი მოსაზრებისთვის. მოგესალმებით, ქალბატონო. ბატონო, მოგესალმებით. პირდაპირ ეთერში ვართ, შეგიძლიათ გვითხრათ, რას ფიქრობთ იმ პროცესზე, რაც ახლა მიმდინარეობს? ეხართ ერთ-ერთი ფლობელი თუ არ ვცდები თუ მეშლება. მე ფლობელი ვარ, კი. რას ფიქრობთ ამ პროცესზე, როცა მოდიან აშენებულია და ამშვენებულია და ამას უნდა შემოვლა, რომ ეს აშენებული ვიცით უფლება, რომ ლამაზად გააგრძელო და ამდენ ხალხმა იმუშაონ, იშრომო და შემოსავალი მიიტანონ რა. და ქონდა თქვენ მითითება, რომ უნდა დაანგრიოთ ეს ობიექტები? არა. ახლა რას აპირებთ, როგორ უნდა მოიქცეთ? რაფერ უნდა დავანგრიოთ ჩვენ აი ჯერ ეს ობიექტები, ახლა ამ ობიექტს აქვს სერიოზული დიდი ისტორია. ისტორია რაში მდგომარეობს, ახლა მე თქვენ გეტყვით. ეს ჯერ კიდევ კომუნისტების დროს ეს ტერიტორია გადაცემულია მეთევზეთა კავშირზე, ამის დამადასტურებელი დოკუმენტები არსებობს. თუ გვაქვს სურვილი, ვნახოთ. აი ეს არის ისტორიული ტერიტორია. ეს ტერიტორია ახლა ეს რაც აქ გაკეთებულია, ეს რო არ გაშენებული იყო და გახსოვს მანამდე იყო დაბინძურებული ეს ტერიტორია და თქვენ გაკეთებული იყო. ამას ისტორია აქვს ამ ტერიტორიას. და ეს ჯერ კომუნისტების დროიდან დამოყოლებული მოდგამს, რომ აქ მეთევზეები იყვნენ და გაშენდა და გალამაზდა. ამ ადგილმა მიიღო ტურისტებისთვის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი. და ბათუმში ტურისტი არ მოდის, რომ აქ არ მოდის. ჩვენ ახლა ამ ტერიტორიაზე ვინც გვინდა მადლობა გვეკუთვნის ჩემი შეხედულებით, იმიტომ კი არა, ჯერ იმიტომ რომ მეც რაცხა ერთ-ორ კაპიკს ვაკეთები, აკეთებს, ყველა აკეთებს, ყველა შრომობს. და ამას რა ქვია პირიქით დახმარება და ხელშეწყობა ჭირდება და მე ვფიქრობ რომ ჩვენ აგერ აქ ვინც ვართ, ყველა გავესაუბრებით ხელმძღვანელობას და მე დარწმუნებული ვარ რომ იგინი შევლენ ჩვენ მდგომარეობაში და ამდენ დანახარში, ამდენ ხალხს ფეხს არ გადააბიჯებენ. კიდევ გაქვთ იმედი, მძიმე ტექნიკით მოვიდა. ადამიანი იმედით აფერაიცი ჩვენ რაფერაიცი რა ხდება იცი? მე იმედი არ მექნება იმ შემთხვევაში, თუ მე დარწმუნებული ვიქნები, რომ მე შინაგანად გულში, რომ მე ვარ დამნაშავე, მე შინაგანად გულში 100% დარწმუნებული ვარ, მართალი ვარ. ტერიტორიები არის გადმოცემული იმ საუკუნიდან მოყოლებული, უწყვეტ მფლობელობაში ვარ ჩვენ აქ ყველა ვინც ვართ. ამის დამადასტურებელი დოკუმენტი არსებობს 2007 წლის კანონი, არსებობს 2009 წლის სამთავრობო დადგენილება, რომელიც ამბობს, რომ რა ქვია აშენებული ტერიტორიები ექვემდებარება აღიარებას. თუ არის უწყვეტი ფლობელობა, ეს ტერიტორიას არის უწყვეტ ფლობელობაში, აგერ რასაც ხედავთ, მეთევზეთა კავშირის და ეს ტერიტორია განაშენდა, გალამაზდა და ამას ჭირდება ჩემი შეხედულებით კარგი ხელსაწყობა.
რა ინტერესებს შეიძლება ემსახურებოდეს ეს პროცესი? ახაც გაუგებრობა მე ვფიქრობ და მე ვფიქრობ ხელისუფლება დაფიქრდება და ამ გაუგებრობას აღმოფხვის. გაუგებრობა მე არ ვფიქრობ გაუგებრობას ეძახით ძიმე ტექნიკით მოვიდა აქ მუნიციპალური ინსპექცია. ჯერჯერობით სანამ არ შევხვდები მე შევხვდები ჩვენ აი ეს მეთევზეები ხელისუფალს და პირადად არ გავესაუბრებით მე მანამდე უძახი გაუგებრობას და გაუგებრობა ყოველთვის შეიძლება მოხდეს და ამიტომ მე ჯერჯერობით ახლა რა ქვია მე იმედი მაქვს რომ შევხვდებით და გავესაუბრებით და ჩვენ დაუკმაყოფილდებით მე მართლა მაქვს ამის იმედი. შესაძლოა თუ არა თქვენ როგორ ფიქრობთ უკავშირდებოდეს ეს პროცესი მაგალითად ხელოვნური კუნძულის მშენებლობას? შესაძლოა ვფიქრობ მე ახლა ამას რამეს უკავშირდება სანამ მე აჭარის თავრობას არ შევხვდები ჩვენ ახლა გადაწყვეტილი გვაქვს ბიჭებს რომ შევხვდეთ და გავესაუბროთ მე ახლა მე რა ის უნდა გაესაუბროთ ვინმე გამოყომ მზაობა ხოჭო ახლა ჩვენ აჭარის ავტონომიაში ვარ და ავტონომიას ხელმძღვანელი ყავს და დარწმუნებულია შევხვდებით და გავესაუბრებით მე არ ვფიქრობ რაღაცა მისტიკურ თეორიებს იქეთ-აქეთ ეს აქ რა ქვია მოსულია ძალოვანი სტრუქტურები მაგრამ მე ახლა ჯერ უნდა გავისაუბრო და გავარკვიო მე არ მივსულ ვარ ახლა პირადად და ჯერ ვერ ვიტყვი რომ აქ ვინმეს რამე ინტერესი აქვს ვინმეს რაცა კუნძული გვიშლის რას უშლის კუნძული იქ კუნძული იმისთვის მუშაობს აი ეს ხალხი ჩვენ ახლა მუშაობთ ახლა იმ თავიდან მოყოლებული მე ახლა მე მაქვს იმედი რომ ეს გაუგებრობა წავა და აქ ყველა აგერ ეს ხალხი ვისრომა რა ქვია ლამაზად დამშვიდებული წავა სახლებში იმიტომ რომ მე მაქვს იმედი რა შეეხება საანებართო დოკუმენტაციებს თუ გააჩნიათ აქ ობიექტების მფლობელებს ეს ვახ დეტალურად თქვით რომ ისტორიულად არის თქვენი ისტორიულად ამ ტერიტორიას თქვენ რომ არ ვიცი მაგას არ აქვს საშუალება ისტორიულად ამ ტერიტორიას აქვს ისტორია მეთეზეთა კავშირი იყო აი საუკუნეებიდან მოყოლებული ეს არის მელკიმორე პატარა ზღვა ეს მარტო კომუნისტების დროს კი არა იქიდან მოყოლებული სულ აქიდან გადიოდა ხალხი სათევზაოდ და აქ მერე ხალხმა შექმნა ადგილები რა ქვია და აქ ეგრეთ წოდებული ბალაგნები და აქ უფლება ჯერ კიდევ მიცემული იმ საუკუნიდან და ეს გაუგებრობა ამდენი ხალხი მოიყარა გული როტკივა მე დარწმუნებული ვარ რომ ახლა ალბათ რა ქვია შევხვდებით ხვალე მაქსიმუმ ზეგე ხელისუფლების წარმომადგენლებს და მე ვფიქრობ რომ დადებითად გადაწყდება ეს საქმე. და თქვენი საუბრის პარალელურად ტექნიკა კვლავ მუშაობს. გაქვთ თუ არა ინფორმაცია, მაგალითად დღეს რომელი ობიექტის დანგრევა იგეგმება? მე არაფერ არ ვფიქრობ რომ აქ რამე ობიექტის დანგრევა უნდა წავიდეს რა. ეს რაც უნდა გაკეთდეს. ეს თქვენი სურვილის წინააღმდეგ წავიდა ეს პროცესი, მაშინ შეხვდებით ამ ყველაფერს მშვიდად? მშვიდად არაფერ შეხვდები ახლა მაშინ ახლა რა ქვია მშვიდად როგორ შეხვდებით ახლა. არ ამგონია რომ აქ რა ქვია ასე დაძაბულება უნდა მივიდეს. გასაგებია, მადლობა თქვენ უსმენდით პირდაპირ ეთერში ერთ-ერთი რესტორნის ფლობელს, რომელსაც იმედი აქვს, რომ ეს პროცესი შეჩერდება და მას ასევე იმის იმედიც აქვს, რომ ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები შეხვდებიან მას და მოისმენენ მათ სათქმელს. ვითარება კი ამ ტერიტორიაზე ახლა არის ამგვარი, თქვენ კადრში ხედავთ თევზის ბაზრის შესასვლელ ტერიტორიაზე ვერ მიდის მძიმე ტექნიკა და სწორედ ამიტომ აფართოებენ გზას. კერძოდ თქვენ როგორც კადრში ხედავთ, გზის ზედაპირზე იყო მილები ნავთობისა და გაზის და მძიმე ტექნიკამ ვერ შეძლო ამის გამო ტერიტორიაზე შემოსვლა და სწორედ ამიტომ მძიმე ტექნიკის დახმარებით გზას ხრიან ზედაპირს აღრმავებენ რათა ტექნიკამ შეძლოს ტერიტორიაზე შემოსვლა და უკვე აქ არსებული ობიექტების დემონტაჟი. ასეთი არის ახლა ვითარება ადგილზე თქვენ კადრში ხედავთ მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებს პარალელურად აქ არიან რესტორნებში დასაქმებული პირები, მათ შორის ხელმძღვანელი პირები, რომლებიც ელოდებიან ამ გადაწყვეტილებას და როგორც თავად თქვეს, ამ პროცესს ისინი შეეწინააღმდეგებიან, რადგან 500-მდე ადამიანი არის დასაქმებული ამ ტერიტორიაზე და როგორც თავად ამბობენ, ეს მათთვის არის შემოსავლის ერთადერთი წყარო. მიუხედავად იმისა, რომ აქ უკვე მოვიდა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები, მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები და მიმდინარეობს ეს პროცესი, ზოგიერთ მათგანს მაინც მიაჩნია, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება ამ პროცესს შეწყვეტს და ობიექტების დემონტაჟი არ მოხდება. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. დღესაც არ დაგველაპარაკებით, არ გვეტყვით, რატომ მიმდინარეობს ამ ობიექტების დემონტაჟი? უნებართოა კონსტრუქციების დემონტაჟი მიმდინარეობს სახელმწიფო ტერიტორიაზე. რამდენი ობიექტი უნდა დაინგრეს?
ამ ეტაპზე ეს ერთი ობიექტი ინგრევდა და ხერხულია რომ გარბი ხართ, გაჩერდით და ყოველთვის ტელეფონზე საუბრობ და არ მუშაობთ ბატონო. საზოგადოების ინფორმირება უნდა მოახდინოთ. თქვით. რა ვთქვა, რა გაინტერესებს? უნებართვო რამდენი ობიექტი მიმდინარეობს სახელმწიფო ტერიტორიაზე. ქართული ოცნების ჩინოვნიკებს რატომ არ უნგრევთ უკანონო მშენებლობებს? ქართული ოცნების ჩინოვნიკები ვინ დაინახე ახლა აქ? მაგალითად ბათუმის მერიასთან რომ ერთ-ერთმა ქართული ოცნების დეპუტატმა უკანონოდ დააშენა, ამაზე რატო არ აქვს რეაქცია? მე ვარ მოსული ამ საკითხს გასცდით უკვე. არა, მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი ხართ თქვენ და იმას რატომ არ უშევთ? შემდგომელი არ ვარ. მოადგილე უბრალოდ ბოდიში. რატომ არის შერჩევითი სამართლით მუნიციპალური ინსპექცია? სად დაინახე შერჩევის სამართალი? აგერ კონკრეტულ მაგალითს გეუბნებით. მაგალითად გეუბნებით გია ჭყონიას მშენებლობა, რომელიც მდებარეობს ბათუმის მერიის მოპირდაპირედ, რომელმაც ერთი სართული ისე დააშენა, რომ ამის შესახებ ნებართვა მას არ ქონია. და მუნიციპალური ინსპექციას რეაგირება არ მოუხდენია. კონკრეტულად გია ჭყონიას არაფერი არ დაუშენებია. აბა ვინ დააშენა? მან სხვა კომპანიაზე არის წარმოება, ვის საკუთრებაც არის. ბათუმის ბულვარში ამბასადორმა 4 სართული რომ უნებართო დააშენა. ამბასადორს ნებართვა აქვს. კარგად მოიკითხე. 4 სართული უნებართო დააშენა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ზონაში. მუშაობაში. მეც მუშაობ ბატონო და საზოგადოების ინფორმირება უნდა სამორჩების ახლა მე მოგცემ იზრდებს. კარგი? ასე ამბობ და მე უჩინარდები ტერიტორიიდან როგორც გჩვევია. კარგად ბრძანდებოდი, ბოდიში. უკანონობაზე გიყვებით და თქვენ ამბობთ რომ უკანონობაზე კი არ მიყვებით. ეხლა დემაგოგობ თქვენ. არა, კონკრეტულ ფაქტებს გეუბნებით. ქართული ოცნების ჩინოვნიკები აშენებენ და თქვენ რეაგირება არ აქვს. თქვენი ხელმძღვანელისთვის უსაფრთხოა? უსაფრთხო არ არის თქვენი შესვლა? თქვენი ხელმძღვანელისთვის უსაფრთხოა და ჩემთვის არა. არ შეხვიდე. ტერიტორია არ არის შემოსაზღვრული, შესაბამისი ლენტით. საიდან რომ ადგენთ? აქვთ გავართ ეს არის საკმარისი და აქ აღარ შემოხვიდე. გასაგებია. მოდით გავაგრძელოთ ისევ საუბარი, საინტერესო არის თქვენი მოსაზრებები. გითხარით შერჩევითი პოლიტიკით რატო ხელმძღვანელობთ? შერჩევითი პოლიტიკით რატომ ხელმძღვანელობთ? ჩინოვნიკებს უკანონო მშენებლობებს ვერ უნგრევთ და უბრალო ადამიანებთან ხართ ძლიერები? რამდენიმე ფაქტების დასახელება გავაგრძელო, რატომ არ გაქვთ რეაგირება მაგალითად ჩინოვნიკების უკანონო მშენებლობებზე? რეაგირება გვაქვს. დამშვიდი, ნუ დემაგოგო, სულ ხარ. კონკრეტულ ფაქტებს გიყვებით და დემაგოგო? მაგალითებს გეუბნები. აი ახლა უკანონო მშენებლობის დემონტაჟი მიმდინარეობს. დამშვიდი. გეუბნებით, ამბასადორმა 4 სართული უკანონოდ რომ ააშენა, რატომ არ ქონა არ ქონდა ნებართვა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გააფრთხილა არაერთხელ. შესაბამისი ნებართვის გარეშე ააშენა. ჯუმბერ ვარდვანიძემ სახლი რომ ააშენა უკანონოდ, მაშინ რატომ არ ქონდათ რეაგირება? ხელოჩაურის მუნიციპალიტეტის ყოფილმა მერმა. რა სახის რეაგირება? თუ პასუხი გაქვთ, მაშინ რატომ გარბი ხართ? აი თქვენ ხედავთ მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლის, უფროსის მოადგილის პოზიციას, რომელიც შერჩევით სამართალზე კითხვებს გაურბის. მე რამდენიმე ფაქტი შევახსენე იმისა, რომ ჩინოვნიკები სხვადასხვა ობიექტებს უკანონოდ აშენებენ, რაზეც მუნიციპალური ინსპექციას რეაგირება არ აქვს. სანაცვლოდ მუნიციპალური ინსპექცია არის პრინციპული და მკაცრი იმ დროს, როდესაც ასეთი კატეგორიის ადამიანებს არ აყავთ გავლენიანი პატრონები და ხედავთ, რომ შერჩევითი სამართალი არის ამ ქვეყანაში ასეთი, მაგალითად ვიდრე ეს ამბავი მოხდებოდა მანამდე სანაპირო ზოლში დაუნგრიეს არაერთ ადამიანს სუვენირებით ვაჭრობისას ჯიხურები. მათ შორის ბათუმის ბულვარშიც დაანგრიეს რამდენიმე კაფე რესტორანი, რაზეც მათ არ ქონდათ პოზიცია. ჩვენ ახლა მოგვეცა შესაძლებლობა, რომ ამ შერჩევით სამართალზე გვეკითხა ოფიციალური პირისთვის და თქვენ პირდაპირ ეთერში ხედავდით, რომ მას ამის შესახებ რეაგირება არ ქონდა, ის გაიქცა ამ ტერიტორიიდან და კითხვებზე პასუხის ნაცვლად, საზოგადოების ინფორმირების ნაცვლად ტერიტორია დატოვა. ჩვენ კი გსურდა მაყურებლისთვის დაგვენახებინა ეს განსხვავება და რეალობა, რომელიც არსებობს ამ ქვეყანასა და ქალაქში. ჩინოვნიკებს, რომლებიც აშენებენ სხვადასხვა ობიექტებს უკანონოდ, მას ვერ ეხებიან მშენებლობას, აშენებენ ტერიტორიებს ისე, რომ ამ შესახებ ნებართვები არ აქვთ და მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები ამ დარღვევებზე არ რეაგირებენ. სანაცვლოდ კი ისინი პრინციპულები და ასევე მკაცრები არიან უბრალო ადამიანებთან, იმ ადამიანებთან, რომლებსაც არ აყავთ
ქართული ოცნების რიგებში გავლენიანი პირები და მათ ასე ექცევიან. მოვიდნენ გვიან ღამით და უნგრევენ იმ ობიექტებს, რომლებიც როგორც თავად თქვეს, საკუთარი ხელით ააშენეს და რამდენიმე ადამიანი დაასაქმეს. საუბარი არის დაახლოებით 500-მდე ადამიანს და ხვალიდან შესაძლოა 500-მდე ადამიანი უმუშევართა ძალიან დიდ რიგს შეუერთდეს. ასეთი არის ახლა ვითარება ამ ტერიტორიაზე, ჯერჯერობით არ იციან აქ შეკრებილმა ადამიანებმა თუ რომელი ობიექტის დანგრევის პროცესი დაიწყება. მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილემ ცოტა ხნის წინ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ მხოლოდ იმ ობიექტების დემონტაჟი იგეგმება, რომლებსაც არ გააჩნიათ შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაცია. მოგესალმებით, გითხარით ისე ვინმეს თუ აქვს სურვილი სათქმელი. ბატონო, მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. რას ფიქრობთ იმ პროცესზე, რაც ახლა თქვენს თვალწინ ხდება? ეს პროცესი ძალიან მარტივი არის, ხალხი იქ მუშაობს, დიდი ხანი 10 წლიანი უკვე ისტორია აქვს, მაგიახანე ეს აშენებულ ლამაზი რესტორნებს. რა ვიცი, არავის მე მგონი პირიქით სასარგებლო არის მაგის სახელმწიფო ეკონომიკისთვის, ყველაფრის ამ ხალხს შეხედეთ მოსავა, დაბრუნდი. მოაბრეალი კამერა შეხედე ამ ხალხს. ნახე. ყველა სახს, ყველას ყავს სახში მისი ლამაზი გემრიელი ოჯახი, რომელიც მაგენი რა ვიცი, აკმაყოფილებენ ყველანაირი რაც შეეხება ადამიანის ცხოვრებას. მისი გადასახდელები, კომუნალური, ყველას ბანკები აქვს. სახში იქანე მისლა მოსლა შვილები, შვილიშვილები, იქანე ზოგი ინსტიტუციის, ზოგი საცხა, რა ვიცი, ეს მე ფიქრობ თავარი ეს არის. და ამაზე უნდა ვიფიქროთ ჩვენ და ყველა. დანარჩენი რა ვიცი, ყველა ახლა მისი აზრით ცხოვრობს და მე ფიქრობ უპირველესი დანიშნულება არის მთავრობას და ხელმძღვანელობას, რომ უწყოს ხალხის კაი ლამაზი მშვიდი ცხოვრება. თუმცა როგორც აღმოჩნდა, თქვენ ახლა სიმშვიდე გერღვევათ და აქ მოვიდნენ მძიმე ტექნიკით. ვიცი, ჯერ მძიმე ტექნიკით აქეთ ამბობენ არ შევდივართ, მაგრამ ჩვენ ხომ იცით იგი უკვე აღელვებულია ხალხი, ცოტა დაეჭვებულია, მაგრამ რამე არ მოხდეს. სანებართვო დოკუმენტაციები გააჩნიათ აქ მფლობელებს, რომლებიც კვების ობიექტებს მფლობენ. ერთ-ერთი გვითხრეს ახლა მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენელმა უკანონო არის და სწორედ ამიტომ უნდა დავანგრიოთო. რა უნდა დაანგრიონ? რესტორანი ამ ტერიტორიაზე და ხედავთ თქვენ უკვე გზაკეთდება იმისთვის, რომ შემოვიდეს მძიმე ტექნიკა. რესტორანი ჯერემ იგი მაგენი აღშლიან, რაცა კონსტრუქციას ამბობენ, ის კონსტრუქცია უნდა დაშალონ. ასე ამბობენ. ეს რესტორანი ჯერემ არ ეხებიან, მაგრამ ხალხი უკვე შეშფოთებულია და შეწუხებულია. მაგი რა ვიცი. ღამით რომ მოვიდნენ უკვე საეჭვოა ეს ყველაფერი. რატომ არის საეჭვო ღამით? დღისით რომ მოსულიყვენ და უკვე ის რა ქვია, გზა შემოდის თუ რაღაცა დღისით ხო შეიძლება და გაკეთებულიყო და ღამით როცა ვამთავრებთ სამსახურს და მივდივართ სახლებში, მათ იწყებენ მუშაობას და რატომ? გვაინტერესებს რატომ? ესე იგი, ჩვენს რესტორანსაც ემუქრება საფრთხე და მაგიტომ. აი თქვენ ისმენთ აქ შეკრებილი დასაქმებული ადამიანების მოსაზრებას და ვითარება ამ ტერიტორიაზე ახლა არის ასეთი, თქვენ კადრში ხედავთ პოლიციელები იმყოფებიან აქ, ასევე მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები და ამ ტერიტორიაზე ვერ შემოვიდა მძიმე ტექნიკა, რითაც უნდა დაანგრიონ კონსტრუქციები, კაფე-ბარები და როგორც გვითხრეს, როგორც ამბობს ქართული ოცნების ბათუმის მერია, ეს ნაგებობები, რომელთა დანგრევა არის გადაწყვეტილი, არის უნებართვო, უკანონო და ტექნიკა ვერ შემოვიდა ამ ტერიტორიაზე, მას შემდეგ რაც მოვიდნენ ადგილზე, აღმოაჩინეს, რომ ამ ტერიტორიაზე ვიდრე შემოვიდოდა ეს მძიმე ტექნიკა, უნდა გაევლო ეს გზა, რომლის ზედაპირზეც არის ბუნებრივი აირისა და ნავთობის მილები, არის საკმაოდ დაბალზე და ტექნიკამ ვერ შეძლო შემოსვლა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს, რომ გზა ამოთხარონ, დააღრმავონ და ამ ფორმით შეძლონ ტერიტორიაზე შემოსვლა. თქვენ კადრში ხედავთ ახლა პირდაპირ ეთერში გზის გაფართოების სამუშაოებს
და სავარაუდოდ მალე შემოვა ამ ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა და სავარაუდოდ ვიცით რომ ჯერჯერობით წინასწარი ინფორმაცია რაც გვაქვს ჩვენ გქონდა მცდელობა იმისა რომ მუნიციპალური ინსპექციისგან მოგვესმინა უფრო მეტი სავარაუდოდ დაანგრევენ ამ კონსტრუქციას რომელსაც ხედავთ ახლა თქვენ პირდაპირ ეთერში ჯერ არ არის დასრულებული ამ კაფე-ბარის მშენებლობა ჯერჯერობით არის ტერიტორია მოპირკეთებული და რკინის კონსტრუქციები დამონტაჟებული სავარაუდოდ პირველ ეტაპზე დაანგრევენ ამ ობიექტს, რომლის შემდგომაც აქ დასაქმებულებს აქვთ მოლოდინი იმისა, რომ შემდგომი ეტაპი უკვე შეეხება თევზის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სხვა ობიექტებსაც. მაყურებლისთვის რომ განმარტოთ, ეს ტერიტორია არის თევზის ბაზრის უკანა ტერიტორიაზე, ბათუმელებს კარგად აქვთ ინფორმაცია ამ ადგილის შესახებ, თქვენ კადრში ხედავთ ახლა სხვა ტიპის რესტორნებს და ამ რესტორნების გასწვრივ აშენებენ ხელოვნურ კუნძულს. მე სხვათა შორის მქონდა კითხვა, რომ ეს შესაძლოა ხელოვნური კუნძულის ინტერესში არ ჯდებოდეს ეს ობიექტები და სწორედ ამიტომ ანგრევენ და ამის შესახებ და ამ ვარაუდებზე დაყრდნობით კითხვა დავსვი რამდენიმე წუთის წინ, თუმცა ჯერჯერობით უჭირთ აქ დასაქმებულებს კავშირების პოვნა და როგორც თავად ამბობენ, ჯერჯერობით არ აქვთ ინფორმაცია მოტივების შესახებ, რა შეიძლება უკავშირდებოდეს ეს გადაწყვეტილება. ცოტა ხნის წინ ქართული ოცნების მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლებთან გასაუბრების მცდელობა მქონდა, რომელსაც ვკითხე შერჩევით სამართალზე, რომელსაც მიმართავს ქართული ოცნების ხელისუფლება. რამდენიმე მაგალითი გავიხსენე იმის შესახებ, რომ ქართული ოცნების ჩინოვნიკები და მასთან დაახლოებული პირები უკანონოდ აშენებენ ობიექტებს, რაზეც არ აქვს მაკონტროლებელ ორგანოს მკაცრი რეაგირება. რატომ აქვს შერჩევით სამართალს ადგილი ამის შესახებ კითხე გადაწყვეტილების მიმღებ პირს, რომელსაც არ ქონდა კითხვებზე პასუხი, ტერიტორია ჯერ მოიმიზეზა, რომ იყო დააკავებული, საქმე ქონდა, ტრადიციული პასუხით იფარგლება ასეთ დროს მუნიციპალური ინსპექცია, როცა კითხვებზე პასუხი არ აქვს, ისინი ამბობენ იმას, რომ არც ძალიათ მედიისთვის, არადა ასეთ დროს მათ უნდა მოახდინონ საზოგადოების აქტიური ინფორმირება. მოდით მოვისმინოთ მუნიციპალური ინსპექციის კიდევ ერთ წარმომადგენელს. ტერიტორიაზე მდებარე ნებართვით აშენებული ობიექტი, რომლის დემონტაჟი მიმდინარეობს ახლა. კარგი. აი ეს რესტორანია, ეს ობიექტი, რომელსაც თქვენ ახლა არა, ეს ობიექტი არ არის. მდებარე ობიექტი. დაუსრულებელი ობიექტის დემონტაჟი. ობიექტის დემონტაჟია, დიახ. დიახ, კი ბატონო. აქ დასაქმებულებს აქვთ იმის ეჭვები და იმის შიშები, რომ შემდგომი უკვე იქნება უკვე დასრულებული ობიექტების დემონტაჟი. ამის შესახებ რა შეგიძლიათ გითხრათ? ამის შესახებ ახლა ინფორმაცია არანაირად არ გამაჩნია. სადემონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს დიდებულ ობიექტზე. სხვა ობიექტები კანონის შესაბამისად არის, აქ თქვენ როგორ გაქვთ ინფორმაცია? არ ვარ კომპეტენტური სამწუხაროდ მაგ საკითხთან დაკავშირებით და შემდეგ აქცენტ პასუხს. შეიძლება გითხრათ, ვის არის ეს ობიექტი, რომელიც უნდა დაინგრეს დღეს? არ ვიცი. არ ვარ კომპეტენტური. გაზისტობისთვის ეს იყო მუნიციპალური ინსპექციის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელმაც თქვა, რომ ერთი ობიექტის დემონტაჟი იგეგმება, ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ამ შენობის, ამ კონსტრუქციის დემონტაჟი იგეგმება ამ ეტაპზე, თუმცა ვერ განმარტავენ საბოლოოდ როგორ გაგრძელდება პროცესი. მე შევეცდები ცოტა ახლოდან გაჩვენოთ თუ რა ხდება სანაპიროსთან ახლოს არის კიდევ ერთი ობიექტი, რომლის ფუნქციონირებაც იგეგმებოდა, თუმცა მშენებელს ეს პროცესი არ დასცალდა და როგორც თქვენ კადრში ხედავთ, ახლა გადახურული შენობის დემონტაჟი იგეგმება ამ კონსტრუქციის დაშლა.
ასეთ დროს, როდესაც მუნიციპალური ინსპექცია დემონტაჟის პროცესს აწარმოებს, ის არ თანამშრომლობს მედიასთან, საზოგადოებას ინფორმაციას არ აწვდის გადაწყვეტილების შესახებ და საინტერესო ის გარემოებაც, რომ ასეთ დროს, როცა უკვე საზოგადოებრივი ინტერესი მაღალი არის, მედია საკითხს აშუქებს, ისინი პირდაპირ ეთერში გადაწყვეტილების მოტივებზე არ საუბრობენ. მოგვიანებით კი ჩვენ ვხედავთ ადგილზე აღნიშნული უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური იმყოფება, ისინი ტელეკამერის მეშვეობით იღებენ ამ პროცესს, ამონტაჟებენ ამ ვიდეო მასალას და საზოგადოებას ინფორმაციას აწვდიან ისე, როგორც მათ სურთ. ანუ დამონტაჟებულ ვერსიას აწვდიან საზოგადოებას და პირდაპირ ეთერში მათ საუბარი არ სურთ. ახლა აქ დასაქმებულება გამომძახეს, რომ მათ საუბარი სურთ, მოდით მოვუსმინოთ, რას ფიქრობენ ისინი. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ, გითხარით, რის თქმა გსურდათ? ანუ მიმაჩნია, რომ არასწორად იქცევა ეს ხალხი. მე უკვე 9 წელი აქ მუშაობ და ჩემს გარდა მსგავსი ხალხია დასაქმებული. აქვს პრობლემა ოჯახური, არის ამაზე დამოკიდებული, ეს მათი სარჩოა. როგორ შეიძლება ასე მოვიდნენ გაუფრთხილებლად და დაშალონ დაანგრიონ ის ადგილი, სადაც შეგვიძლია ჩვენ ოჯახები ვარჩინოთ. ყველა თითოეული ადამიანის გვერდით, აქ მომუშავეს გვერდით არის ოჯახი, შვილები, ზოგ შვილი ყავს, ავადმყოფი ხალხი ყავს სახლში. როგორ შეიძლება ასე მოხვიდეთ და დაშალოთ ყველაფერი? მე მიმაჩნია, ეს არის უსამართლობა, უნდა მიაქციონ მთავრობას მხრიდან თუ არის, არ ვიცი კერძოა თუ რა არის, როგორც ჩვენ აქ პოლიციელები არიან, დასაქმებულია სახელმწიფო პირებს ხედავ აქ სავარაუდოდ. ამით რატომ გადაწყდა არასამუშაო საათებში თქვენი რა ახსნა გაქვთ? როგორც ახსნა, რომ ხალხი წავიდოდა სავარაუდოდ და მოვა და დაშლილი დახტება, როგორც ან წინააღმდეგობის გაწევას თავი არიდეს. თუმცა რეალობა აქ ადგილზე სხვა დახვდათ. დღეს სმენაში არც ვიყავი და გამოვედი იმის გამო, რომ არანაირი საფრთხე არ შეექმნას იმ ადგილს, სადაც ჩვენ სარჩოს ვიღებთ და ვარჩენთ ოჯახებს. ეს არის მიმაჩნია უსამართლობა, უბრალოდ ასე არ შეიძლება. ძალიან აღელვებული ვარ, ეხლა გამოვიკეცი სახლიდან ბავშვები დავტოვე სახლში მარტო. მუნიციპალური ინსპექცია განმარტავს, რომ უკანონო ობიექტების დემონტაჟს ვაწარმოებთო, ესეთია მათი პოზიცია. ამდენი წელია თუ უკანონო იყო, რატო აშენები ეს მე ასე მიმაჩნია. რომ არ იქნებოდა ხალხიც არ დასაქმდებოდა. თუ კი უკანონო იყო, რატომ ისეს უფლება თავიდან? ანუ ობიექტების მშენებლობა დასრულდა და მაკონტროლებელს მერე გაახსენდა, რომ ესენი არის უკანონო. ეს გამოდის, ხო? ხო, მსგავსი რაღაცები ხდება, ანუ ჯერ აძლევენ საშუალებას, მერე ართმევენ, რასაც აძლევენ. ეს ხშირად ხდება და არც მიკვირს სიმართლე რო გითხრა. წესით უკანონოდ რომ იყოს ქალაქის ცენტრში, შემოსასვლელში ასეთი ობიექტის მშენებლობა არ უნდა გამოეპაროს მაკონტროლებელს. რა თქმა უნდა, თუ კი არ შეიძლებოდა და რამე საფრთხეს წარმოადგენს, თუ კი ასე ხსნიან, მე არც ვარ გაგებაში რა ხდება, მე ვფიქრობ, თავიდანვე არ უნდა მიეცა. ამ ადამიანებმა ხო ხარჯი გაწიეს არა ამ ყველაფრის შენებაში. ამდენი ხალხი მოვიდა, დასაქმდა, ჩამოვიდა. არის რამდენიმე ადამიანი ჩვენთან, რომლებსაც ვიცნობ, მაგალითად ქირაში ცხოვრობს და ამ სამსახურის იმედად არის დარჩენილი. ანუ მე მიმაჩნია უსამართლობა ეს ყველაფერი. მადლობა. თქვენც გითხარით, ქალბატონო, რას ფიქრობთ ამ პროცესს, ახლა თქვენ რას ხდება თქვენს თვალწინ, რა ახსნა გაქვთ თქვენ? ახსნა არავით არის ვერ გავიგეთ რა ხდება აქ. იმიტომ თუ კი მოსასვლელი და დასანგრევი იყო, თავის დროზე გაეფრთხილებინათ მაინც, დაელაპარაკებოდა, ვერაფერი ვერ გავიგე მაინც რა ხდება და ღამით მოსვლა, დღით მოსულიყა, ესე ამ წე თუ ვერ შემოვიდოდა აქ, მაინც ხომ მიხდებოდნენ, დღით მოსულიყვე და და ჩვენც მუშაობთ, კაცმა ხელახარჯი გაწია დაანგრევას. ჩვენც მუშავრები დავრჩებით, აბა ხომ არ ვიმათხოვრებთ, არ წავალთ ქუჩაში და მას ხელს არ გავწვით ასე. ჩვენ შვილები გვყავს, შვილიშვილები გვყავს, ხომ რაღაცა უნდა მივიტანოთ ოჯახში. მე ვერ წარმომიდგენია რა ხდება, რისთვის აკეთებენ ამას. ესაა ბიზნეს განვითარება? რაღაც ორი კაპიკით რაღაცა კაცმა შემოსავალი გააკეთა, ამდენი ხალხი დასაქმებულია. 150 კაცი ერთ დღეზე მუშაობს, ცოდვა არა ვარ ჩვენც. რაზე შეიძლება მეტყველებდეს ის გარემოება, რაც არის დამკვიდრებული პრაქტიკა, მაგალითად, შერჩევითი სამართლით მოქმედებს სახელმწიფო. თუ ყავს მაგალითად ასეთი ობიექტის მფლობელს გავლენიანი პირი, მას არ უნგრევენ. უნგრევენ ისეთ ადამიანს, ვინცაც არ აქვს მაგალითად პატრონი. არის ჩვეულებრივი მოქალაქე. აი შერჩევითი სამართლით რატომ არის ეს ყველაფერი? თქვენ რა ახსნა გაქვთ? სიმართლე გითხრათ. არავით არ შემთხვევაში არ შეიძლება არ უნდა განსხვავდეს საერთოდ თუ კი დასაანგრევია თავის დროზე გითხარი და დაანგრევს ეს კაცი ამ ხელახარჯს არ გაწევდა.
ნებისმიერი აქ არ არის, აქ არის გარჩევა. და ამ სახელმწიფოში ვინა მართალი მაინც ვერ გაიგებ, ვერ ასუდის. დგავართ ეხლა, დგავართ, იმიტომ მერტი რა უნდა მოხდეს, მაინტერესებს. ამ ხელაგზაზე ჩასასვლელი ვარ კიდე. გასაგებია, მადლობა ქალბატონო. გავაგრძელოთ სხვების მოსმენაც. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ, გვეტყვით რამეს დაგველაპარაკებით თქვენ ქალბატონო? აი ასეთი არის ახლა ვითარება ადგილზე, თქვენ კადრში ხედავთ, ძიმე ტექნიკა კვლავ აფართოებს ამ შემოსასვლელ სამანქანე გზას, რომლის შემდგომაც უკვე უნდა შემოვიდეს ადგილზე ძიმე ტექნიკა და უნდა დაიწყოს იმ ობიექტის გრევის პროცესი, ჯერჯერობით დადასტურებულად ვიცით, რომელსაც თქვენ ახლა ხედავთ კადრში პირდაპირ ეთერში. ამ ტერიტორიაზე იმყოფება უამრავი ადამიანი, დასაქმებულები სხვადასხვა რესტორანში და ახლახანს ქართული ოცნების ბათუმის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ და შევეცდები რომ წაგიკითხოთ პირდაპირ ეთერში. მუნიციპალურმა ინსპექციამ დაწერა, რომ სხვადასხვა მედია საშუალებამ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს ეგრეთ წოდებული თევზის რესტორნების დემონტაჟი ხორციელდება. მოგახსენებთ, რომ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ მიმდინარეობს სახელმწიფო ტერიტორიაზე განთავსებული უნებართვო ობიექტების დემონტაჟი. ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია მოქმედებს კომპეტენციისა და კანონის სრული დაცვით. თქვენ პირდაპირ ეთერში მაყურებელს მივმართავ ახლა ცოტა ხნის წინ ქონდა შესაძლებლობა იმისა, რომ მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლებისთვის პირდაპირ ეთერში მოგვესმინა და ეს არ გააკეთა მუნიციპალურმა ინსპექციამ. პირდაპირ ეთერში ვერ მოხდებოდა ინფორმაციის დაჩეხვა, დამახინჯება და მათ ექნებოდათ შესაძლებლობა იმისა, რომ საზოგადოების ინფორმირება მოეხდინათ, რაც ასე არ გააკეთეს და მხოლოდ წერილობითი განმარტება გაავრცელეს, რაც ცხადია, სიმართლეს არ შეესაბამება. ყოველი შემთხვევისთვის აჭარა ტაიმსი, რასაც გადასცემს პირდაპირ ეთერში, ის არის ფაქტებზე დაფუძნებული და ჩვენ ვცდილობთ პასუხისმგებელი პირების მხრიდან მოვიპოვოთ ინფორმაცია, თუმცა ისინი ჩვენთან არ თანამშრომლობენ, ისინი გაურბიან კითხვებს და თქვენ ამ ყველაფერს ხედავდით პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთის წინ. ისინი მოგვიანებით გაავრცელებენ ვიდეო მასალასაც, დამონტაჟებულ ვერსიას და ინფორმაციას წარუდგენენ საზოგადოებას ისე, როგორც თავად ფიქრობენ. ამას არ აკეთებენ მაგალითად პირდაპირ ეთერში, სადაც შესაძლებელი არის დამონტაჟების გარეშე საზოგადოების ინფორმირების მოხდენა. ასეთი არის ახლა ვითარება მიმდებარე ტერიტორიაზე, თქვენ კადრში ხედავთ აქ მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებისა და პოლიციის განსაკუთრებულ მობილიზებას და მათი რაოდენობა ყოველ წუთს უფრო იზრდება. პარალელურ რეჟიმში კი ამ ტერიტორიაზე მოდიან ის დასაქმებულები, რომლებიც ამ ტერიტორიაზე არ მუშაობენ და როგორც თავად ამბობენ, მას შემდეგ რაც ინფორმაცია შეიტყვეს, ადგილზე მოვიდნენ და როგორც თავად ამბობენ, მათ წინასწარ არ ქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აქ იგეგმებოდა დემონტაჟი. პირველ ეტაპზე, როგორც გავიგეთ დადასტურებულად, იმ შენობის დემონტაჟი იგეგმება, რომლის დასრულებაც, რომლის მშენებლობა არც არის ჯერჯერობით დასრულებული და რაც გვიცით ჩვენ დადასტურებულად პირველ ეტაპზე მხოლოდ ამ შენობის დემონტაჟი იგეგმება. თუმცა აქ დასაქმებულებს აქვთ იმის მოლოდინი და შიშები, რომ შესაძლოა ეს პროცესი გაგრძელდეს და დემონტაჟი დაიწყოს უკვე ამ შენობების, რომლებიც უკვე ფუნქციონირებს, დაახლოებით 10-მდე რესტორანი არის თევზის ბაზრის უკანა ტერიტორიაზე და წლების განმავლობაში ეს ტერიტორია არის ტურისტებისთვის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი. და თქვენ კადრში ხედავთ იმ დასაქმებულებს და როგორც თავად ამბობენ, 500-მდე დასაქმებული არის ამ ტერიტორიაზე და როგორც თავად ამბობენ, ეს მათთვის არის შემოსავლის ერთადერთი წყარო. საინტერესოა ის გარემოება, რომ ვიდრე აქ მოვიდოდა მუნიციპალური ინსპექცია, როგორც აქ დასაქმებულები ამბობენ,
ამის შესახებ მათ წინასწარ ინფორმაცია არ გააჩნდათ, არავინ აუხსნა მათ ამის შესახებ და ისინი მოვიდნენ ხამის 10 საათზე და უნდა დაიწყოთ უბრალოდ დემონტაჟის პროცესი, თუმცა მძიმე ტექნიკა ამ ტერიტორიაზე ვერ შემოვიდა, რადგან გზის ზედაპირზე, როგორც კადრში ხედავთ, გადის მილები და მაღალი ტექნიკა ვერ შემოვიდა ამ ტერიტორიაზე და სწორედ ამიტომ გამოსავალი იპოვეს ამგვარი, თქვენ კადრში ხედავთ, გზის ამოთხრა დაიწყეს, დაღრმავება ტრაქტორით და დაღრმავებული სივრცე გააკეთეს იმისთვის, რომ შემოვიდეს მძიმე ტექნიკა ამ ტერიტორიაზე. საკმაოდ დიდი ორმო ამოთხარეს, თუმცა ჯერჯერობით ტექნიკა შეჩერდა, არ ვიცით რა ხდება, როგორ უნდა გაგრძელდეს პროცესი. ჩვენ არავინ გველაპარაკება, ოფიციალური უწყების წარმომადგენელი და ამ ფორმით ისინი არ ცდილობენ საზოგადოების ინფორმირებას. ცოტა ხნის წინ პირდაპირ ეთერში მქონდა შესაძლებლობა მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენელს გავსაუბრებოდი, კერძოდ უფროსის მოადგილეს, რომელთანაც მქონდა კითხვები და მას მკითხე შერჩევით სამართალზე. რატომ უნგრევენ სხვადასხვა ობიექტებს უბრალო ადამიანებს და რატომ ვერ აკეთებენ იგივეს მაგალითად ჩინოვნიკების შემთხვევაში. საუბარი არის იმაზე, რომ მაგალითად ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირები, გავლენიანი პირები, მათ შორის ქართული ოცნების მოქმედი წევრებიც სხვადასხვა ობიექტებს აშენებენ უკანონოდ, რაზეც მუნიციპალურ ინსპექციას მაკონტროლებელ ორგანოს არ აქვს რეაგირება და ასეთი პრაქტიკის თანახმად არის შერჩევითი სამართალი. კითხვები დავსვი პირდაპირ ეთერში, თუმცა პასუხები ვერ მივიღე. ტრადიციულად ოფიციალური უწყების წარმომადგენლები მიზეზად ამბობენ, რომ საქმე აქვთ, არ სალიათ და მას შემდეგ, რაც კითხვების დასმას ვაგრძელებთ, ისინი ტერიტორიიდან გარბიან. ვიდრე ეს პროცესი აქ დაიწყებოდა, მანამდე საუბარი არის მაგალითად გუშინ ბულვარში დაანგრიეს კიდევ ერთი ობიექტი, საუბარი არის ტყუპების სახელით ცნობილ რესტორანზე, მიწასთან გაასწორეს, მანამდე დაანგრიეს სხვადასხვა სუვენირებით მოვაჭრე ადამიანების ჯიხურები, გაიტანეს სანაპირო ზოლიდან, მანამდე კიდევ ბულვარში რამდენიმე რესტორნის დემონტაჟი განხორციელდა, საუბარი არის სოჰოზე, სექტორ 26-ზე და სხვადასხვა ობიექტებზე, რომლებიც წლების განმავლობაში ბულვარის ტერიტორიაზე იყო აშენებული და მოქმედებდა, თუმცა წლების შემდგომ გადაწყვიტა ქართულმა ოცნებამ, რომ ეს ობიექტები არის უსახური, უნებართვო და მათი დემონტაჟი უნდა განხორციელდეს. ქართული ოცნების ბათუმის მერია კიდევ ერთხელ განმეორდები და ვიტყვი, რომ უკანონო შენობებს უნგრევს უბრალო მოქალაქეებს, იმ ადამიანებს, რომლებსაც ხელისუფლებასთან დაახლოებული გავლენიანი პირები არ აღმოაჩნდათ, რასაც იგივეს ვერ აკეთებს მაგალითად ჩინოვნიკების შემთხვევაში და რამდენიმე მაგალითი გავიხსენე, რამდენიმე წუთის წინ პირდაპირ ეთერში, რაზეც მუნიციპალურ ინსპექციას არ ქონდა პასუხი და ფაქტების კონსტატაციის შემდეგ დემაგოგიაში დამდო ბრალი მუნიციპალურმა ინსპექციამ, არადა მე მას მხოლოდ ფაქტები შევახსენე, რაზეც მაინტერესებდა მათი პოზიცია. ამ ტერიტორიაზე კვლავ რჩებიან აქ დასაქმებულები, რომლებიც ეძლებიან გადაწყვეტილებას და სავარაუდოდ ამ ეტაპზე ტექნიკა შეჩერდა, არ ვიცით, ერთგვარი დაბნეულობა არის, რა ხდება
არ ვიცით რატომ შეჩერდა ტექნიკა სავარაუდოდ ეს იმიტომ მოხდა რომ მედია მოვიდა აქ უკვე აშუქებს პირდაპირ ეთერში გადასცემს და პროცესი ჯერჯერობით შეჩერდა ასეთ მეთოდს სხვათა შორის მიმართეს სუვენირებით მოვაჭრებს როდესაც ჯიხურებს უნგრევდნენ მას შემდეგ რაც პირდაპირ ეთერში დაიწყო მედია მაუწყებლობა პროცესი შეჩერდა და მას შემდეგ გაგრძელდა უკვე რაც ტერიტორია დავტოვეთ სავარაუდოდ იგივე ტაქტიკას მიმართა ახლა მუნიციპალურმა ინსპექციამ კიდევ ერთი ადამიანი აკეთებს მოსაზრებას აქ ადგილზე და ვკითხოთ დამხელა რისკი როგორ გაწევს? ნახოთ. კაი, ახლა აღარ თქვენი ობიექტია ბატონო ეს? კაი. წემი. რატომ არ გინდათ თქვენ ელოდით ამას რომ მოვიდოდნენ ადგილზე? ვინ? ესენი. კარგი რა. არ ველოდი, არც უთქმი, არც უთქმი. რატომ არ გაგაფრთხილეს როგორ ფიქრობთ? მე რა ვიცი, მე მათ ვკითხოთ. რაზე მეტყველებს ის რომ ღამით მოდიან გაუფრთხილებლად? ასეთი ისაა და ახლა არ ვიცი, რა ვიცი. რა ახსნა გაქვთ თქვენ? როგორ ფიქრობთ ამდენად სამართლიანი გადაწყვეტილება არის? არ ვიცი. არ ვიცი გენესვალე. ეს თავის თორზე როგორ ააშენეთ აქ? არ ქონდათ ნებართვა თუ არ მქონდა ნებართვა და დავაშენე, ვიწყე და დავაშენე და და ქალაქის ცენტრში ვერავინ შენიშნა რომ აშენებდით ამხელა ობიექტს? არ ვიცი, რა ვიცი, ხო. კაი, კარგი, კაი, გენესვალე. ანუ თქვენ თან ხვდებით იმას რომ დემონტაჟი განხორციელდეს ამ ობიექტის? არა, მე მაგ მილიონი მაგ ჩადებული და ნახოთ, რა ვიცი, არ ვიცი. 1 მილიონამდე დახარჯეთ? ხო. არ ვიცი, რა ხდება, შენობა? როგორ შეეწინააღმდეგებით ახლა მძიმე ტექნიკა მოვიდა უკვე ადგილზე? არ ვიცი, ახლა დაუჯდები წინ და დაუჯდები და ანუ როგორ გარისკეთ, როგორ გაბედეთ რომ ასე უნებართვოდ დაიწყეთ ამ პროცესი? რა გინდა, დამალებე, თავის ეს ჩემი ის ყოფნია და არ ვიცი. გასაგებია, მაგრამ საზოგადოებას კითხვები აქვს. გონიათ რომ მუნიციპალური ინსპექცია არაკანონიერად იქცევა და ამიტომ საინტერესოა თქვენი მოსაზრებაც. კარგი, მადლობა. მადლობა, ბოდიში. აი ხედავთ იმ ობიექტის სავარაუდოდ წარმომადგენელი ფლობელი იყო, რომელმაც განმარტება არ გააკეთა, თუმცა რამდენიმე სიტყვით თქვა, რომ 1 მილიონამდე დახარჯა უკვე ამ ობიექტის მშენებლობისთვის და როგორც თავად დაადასტურა, ამ შენობის თავის დროზე აშენება დაიწყო უნებართვოდ და საინტერესო ის გარემოება, რომ ქალაქის შემოსასვლელში, ფაქტობრივად ქალაქის გულში, როგორ აშენდა ამხელა შენობა ისე, რომ ამის შესახებ მაკონტროლებელს ინფორმაცია არ ქონდა. ეს გარემოებაც არის ერთგვარი ნიშანი იმისა, რომ მაკონტროლებელი ვერ მუშაობს სათანადოდ, ვერ აკონტროლებს პროცესს ქალაქში და ყველა აშენებს ისე, როგორც მოესურვება და მას შემდეგ რაც ხარჯებს გაწევს უკვე ადამიანი, საკმაოდ დიდ თანხებზე არის საუბარი. ამის შემდეგ იწყებს უკვე დემონტაჟის პროცესი და ეს არის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი იმისა, რომ მაკონტროლებელმა ვერ შენიშნა უკანონო პროცესი და დემონტაჟი მას შემდეგ გადაწყვეტა უკვე რაც როგორც ფლობელმა გითხრა 1 მილიონამდე დახარჯა ამ ობიექტის მშენებლობისთვის. ტექნიკამ კვლავ განაახლა უკვე მუშაობა კიდევ მიმდინარეობს გზის გაფართოების სამუშაოები, რადგან ვერ შემოდის მძიმე ტექნიკა ტერიტორიაზე.
ვინც ახლა შემოგვიერთდა, მათთვის განმარტავ, რომ ჩვენ ვიმყოფებით თევზის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ასევე არსებობს აქ თევზის რესტორნები და ახლა უნდა დაიწყოს ცოტა ხანში აქ მოვიდა მუნიციპალური ინსპექცია გაუფრთხილებლად და იწყება, როგორც მუნიციპალური ინსპექცია განმარტავს, უნებართვო ნაგებობის დემონტაჟი. საუბარი არის ამ კონსტრუქციაზე, რომელიც იყო გათვალისწინებული თევზის რესტორნისთვის და როგორც აღმოჩნდა არის უნებართვო და ამ შენობის დანგრევის პროცესი უნდა დაიწყოს ცოტა ხანში, მანამდე როგორც გვითხრეს მოვაჭრეებმა, აქ დასაქმებულებმა აქვთ მათ ვარაუდი და მოლოდინი იმისა, რომ მომდევნო ობიექტები იქნება მათი ამ ტერიტორიაზე, გვერდითა ტერიტორიაზე ხედავთ, რომ უკვე ფუნქციონირებს წლების განმავლობაში სხვადასხვა კვების ობიექტი. შემოვიდა უკვე მძიმე ტექნიკა ტერიტორიაზე გზის გაფართოების შემდგომ და ტექნიკა უკვე მიემართება იმ ტერიტორიისკენ, სადაც თქვენ კადრში ხედავთ რესტორანს, რომლის ერთ-ერთმა მფლობელმა წარმომადგენელმა თქვა, რომ ამის აშენებას მოახმარა დაახლოებით 1 მილიონი და როგორც თავად თქვა, ეს ააშენა უნებართვოდ, ეს არის ქალაქის შემოსასვლელი, ქალაქის გული და მშენებლობა ფაქტობრივად ისე დასრულდა, რომ მაკონტროლებელმა ამის შესახებ ვერაფერი გაიგო. უკვე წამოვიდნენ მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები ამ ტერიტორიისკენ და ცოტა ხანში სავარაუდოდ დაიწყება უკვე ამ კონსტრუქციის დემონტაჟი და ჩვენ თუ გვექნება იმ შესაძლებლობა, რომ გიჩვენოთ პირდაპირ ეთერში, ცხადია, გიჩვენებთ ამ პროცესს, როგორ დაიწყება ამ ნაგებობის კონსტრუქციის დემონტაჟი. უკვე მოვიდა აქ მძიმე ტექნიკა, თანდათან მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელთა რაოდენობაც იზრდება. მუნიციპალური ინსპექცია არ განმარტავს, მას შემდეგ რაც უკვე დაინგრევა ეს უნებართვო ნაგებობა, გაგრძელდება თუ არა ეს პროცესი და როგორც აქ დასაქმებულები შიშობენ, დაიწყება თუ არა ამ ობიექტების დემონტაჟი, რომლებიც წლებია ამ ტერიტორიაზე ფუნქციონირებს. ბოლო პერიოდში ბათუმის მერია აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა ობიექტების დემონტაჟს. არაერთი ასეთი ფაქტი იხილა საზოგადოებამ, მაგალითად განსაკუთრებით აქტიური არის ბათუმის ბულვარში არსებული ობიექტების ნგრევის პროცესი. პარალელურად ჩვენ ვნახეთ ისიც, რომ სუვენირებით მოვაჭრეებსაც ჩამოართვეს დახლები, კონსტრუქციები და მათ უკვე ეკონომიკური საქმიანობა აქვთ შეჩერებული. აქტიურად ანგრევს მუნიციპალური ინსპექცია იმ შენობებს, რომლებსაც როგორც აღმოჩნდა, გავლენიანი პატრონები არ აღმოაჩნდათ. იგივე მეთოდს არიყენებს მუნიციპალური ინსპექცია იმ დროს, როდესაც ქართულ ოცნებასთან დაახლოვებული პირები, მათ შორის ქართული ოცნების წევრები, უკანონოდ აშენებენ სხვადასხვა ტიპის ობიექტს და როგორც ვხედავთ, ხელისუფლებასთან დაახლოვებულ პირებს უკანონობა გასდით და მათ ამ პროცესში ხელს არავინ უშლის. კვლავ გრძელდება, როგორც ჩანს, ტექნიკა ვერ შემოდის, გზის გაფართოების პროცესი მხოლოდ ამ ტერიტორიაზე შეძლო
ერთმა ტრაქტორმა შემოღწევა და მიმდინარეობს კვლავ გზის გაფართოების სამუშაოები. ადგილზე დასაქმებულებიც ბლომად არიან და ისინი ამ პროცესს აკვირდებიან შორიდან და როგორც თავად თქვეს აქვთ მოლოდინი და საშიშროება იმისა, რომ შესაძლოა შემდგომი პროცესი უკვე შეეხოს ამ ობიექტებს, რომლებსაც თქვენ ახლა კადრში ხედავთ. ამ რესტორნების მოპირდაპირედ შენდება ეგრეთ წოდებული ხელოვნური კუნძული, თქვენ კადრში ხედავთ ფრაგმენტს იმ კუნძულისა, რომლის მშენებლობაც დაიწყო დაახლოებით 2 წლის წინ. და ფაქტობრივად ამ კუნძულის მშენებლობისას ბარცხანისა და ბენზეს დასახლების ცხოვრებლებს სხვა აღარ აქვთ, სანაპირო აღარ აქვთ და მათ ეს შესაძლებლობა უკვე წაერთვათ. უკავშირდება თუ არა აქ მიმდინარე დემონტაჟის პროცესი ხელოვნური კუნძულს შესაძლოა შედიოდეს ვინმეს ინტერესში, რომ მსგავსი ტიპის ობიექტები არ არის მათთვის საჭირო სასიამოვნო და სწორედ ამიტომ ხდება ამ ობიექტის დემონტაჟი. მე ამ გარემოების შესახებ კითხვები მქონდა აქ დასაქმებულებთან, თუმცა მათ ამ ეტაპზე უჭირთ იმის თქმა და დაკავშირება, რომ შესაძლოა ეს პროცესი იყოს დაკავშირებული ხელოვნური კუნძულის მშენებლობასთან. გზის გაფართოების პროცესი კვლავ მიმდინარეობს, რადგან გზის ზედაპირზე გადის მილები და მაღალი ტექნიკა ვერ ახერხებს შემოსვლას და სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს, რომ გზის ზედაპირი ასე ჩააღრმავონ და ამ ფორმით შეძლოს ტექნიკამ ამ ტერიტორიაზე შემოსვლა. მაყურებელი კითხულობს და ამიტომ კიდევ ერთხელ განმარტავ, ჩვენ ვიმყოფებით ბათუმში, თევზის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც როგორც მუნიციპალური ინსპექცია განმარტავს, უნდა დაანგრიონ უნებართვო შენობა, კონსტრუქცია, რომელიც სავარაუდოდ არის განკუთვნილი, შემდგომში იყო განკუთვნილი უკვე თევზის რესტორნისთვის. ბლობელმა ეს კონსტრუქცია, რასაც თქვენ პირდაპირ ეთერში ხედავთ, როგორც აღმოჩნდა, უნებართვოდ ააშენა და როგორც თავად თქვა, 1 მილიონამდე დაუჭდა ამ კონსტრუქციის მშენებლობა და ქალაქის ცენტრში ეს უნებართვო მშენებლობა თითქმის დასასრულს უახლოვდებოდა. მუნიციპალური ინსპექცია გამოცხადა ადგილზე და უნდა დაიწყოს ამ კონსტრუქციის დემონტაჟი. პარალელურად სხვა რესტორნები, რომლებიც უკვე ფუნქციონირებს ამ ტერიტორიაზე, აქ დასაქმებულებს, ასევე მფლობელებს აქვთ იმის მოლოდინი და საშიშროება, რომ შესაძლოა ეს პროცესი იმით გაგრძელდეს, რომ უკვე ის ობიექტები დაანგრიონ, რომლებიც წლებია ფუნქციონირებს ამ ტერიტორიაზე. თქვენ ადგილზე ხედავთ, იმყოფებიან აქ დასაქმებულები, მათ შორის მფლობელები, რომლებიც
პირდაპირ ეთერში თვალს ადევნებენ თუ რა ხდება ამ ტერიტორიაზე. მასა მოდის კიდე არ დავიშლები. ინფორმაციისთვის განმარტავ იმას, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მუნიციპალური ინსპექცია აქტიურად ანგრევს სხვადასხვა ტიპის ობიექტს, განსაკუთრებით სანაპირო ზოლში, საუბარი არის მაგალითად ბათუმის ბულვარზე, რამდენიმე რესტორანი დაანგრიეს და მოტივი, როგორც თავად განმარტეს, არის უნებართვო უსახური მშენებლობები და ასეთი ტიპის ობიექტებისგან უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ტერიტორიები. ვიდრე ობიექტების დაშლის პარალელურად ასევე დახლები და მაღაზიები ჩამოართვეს სუვენირებით მოვაჭრეებს, რომლებმაც ეკონომიკური საქმიანობა შეაჩერეს მას შემდეგ, რაც უკვე ამის უფლება შეეზღუდათ და ჩვენ ვხედავთ, რომ ეს პროცესი აქტიურად მიმდინარეობს ქალაქში, არაერთ ობიექტს ანგრევენ, მაგალითად გუშინ დაანგრიეს ბულვარის ერთ-ერთი სავიზიტო ობიექტი, ტყუპების სახელით ცნობილი რესტორანი, მანამდე კლუბი სოჰო, სექტორი 26 და ასე გრძელდება ეს პროცესი. მუნიციპალური ინსპექცია არ განმარტავს პრინციპს, გადაწყვეტილებას, რის მიხედვით არჩევენ ობიექტებს და ასეთ დროს, როცა გვაქვს კითხვები, ისინი პირდაპირ ეთერში ჩვენს კითხვებს არ პასუხობენ და საზოგადოების ინფორმირებას არ ახდენენ.
ცოტა ხნის წინ ჩვენ გქონდა შესაძლებლობა გავსაუბრებოდით იმ ობიექტის ხელმძღვანელს, წარმომადგენელს, რომლის შენობაც არის დანგრევის სიაში და როგორც ბატონმა ჩვენთან პირდაპირ ეთერში განაცხადა, 1 მილიონამდე დაუჭდა ამ კონსტრუქციის მშენებლობა, რესტორნის მშენებლობა და როგორც ირკვევა, თავის დროზე დაიწყო ეს პროცესი ყოველგვარი ნებართვის გარეშე. ვისთან ქონდა რა ტიპის შეთანხმება ქონდა ამის შესახებ და დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა, მხოლოდ ის თქვა, რომ 1 მილიონამდე დაუჭდა ამ ობიექტის მშენებლობა. საინტერესოა ის გარემოებაც, რომ ბათუმის შემოსასვლელში, ქალაქის ცენტრში ისე მოახერხა ადამიანმა ამხელა შენობის მშენებლობა, რომ მაკონტროლებელმა ამის შესახებ ვერაფერი გაიგო და მას შემდეგ აღმოაჩინეს უკვე რაც პროცესი დასასრულს უახლოვდებოდა. ვინც ახლა შემოგვიერთდა მათთვის განმარტავ, რომ მას შემდეგ რაც ტერიტორიაზე მოვიდა მძიმე ტექნიკა დემონტაჟის გამო ვერ შემოაღწია შიდა ტერიტორიაზე, რადგან როგორც კადრში ხედავთ, გზის ზედაპირზე გადის მილები და მაღალმა ტექნიკამ ვერ შეძლო შიდა ტერიტორიაზე შემოსვლა და უკვე გადაწყვიტეს, რომ გზა ჩაეღრმავებინათ, ორ მოამოითხარათ და ამ ფორმით შემოსულიყვნენ ისინი ამ ტერიტორიაზე. ეს პროცესი ამ წუთებამდე გრძელდება.
ყველთან ახლოს აი მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. შეგიძლიათ გითხრათ, რას ფიქრობთ ამ პროცესზე, რაც მიმდინარეობს ახლა? 10 წელია ჩვენ აქ მუშაობთ. ამით ვირჩენდით თავს, შვილები გვყავს, ოჯახები გვყავს, მაგრამ ასეთი თაობა არის. ასე მოვიდა ყველაფერი, გაანადგურეს ყველაფერი, არაფერი არ ვიცოდით. აბსოლუტურად ის საღამოს საათებში შემოვიდნენ. 10 საათი იყო, შემოვიდნენ და 100 დღეში ჩაგვაგდეს ჩვენ. ყველა შვილები და ოჯახები ყავს. ამაზე ვიყავთ ჩვენ დამოკიდებული. როგორ ფიქრობთ, იმ ობიექტებსაც დაანგრევენ, რომლების მოქმედებს აქ წლების განმავლობაში? პირველ ეტაპზე გითხრეთ, რომ მხოლოდ იმას ანგრევენ, რაც ახლა არის მშენებარე. არ ვიცი, ვერაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ ძალიან ცუდი სიტუაცია არის. ძალიან ცუდი. ასაგებია, მადლობა. თქვენც გითხარით, რას ფიქრობთ აქ, რა პროცესს უყურებთ ახლა თქვენ? ეს რა ვიცი, ეს უბრალოდ აქ მუშაობთ, ამით ვარჩენთ ოჯახებს და უბრალოდ ასეთი რაღაცა რა ვიცი, შეუძლებელია. ამდენი ხალხი მუშევარი დავრჩებით ეს რომ რამე გაქვთ იმის მოლოდინი და საშიშროება, რომ შესაძლოა მოქმედი ობიექტებიც დაანგრიონ? რა ვიცი. არ გვინდა რომ მოხდეს ასეთი სიტუაცია და ინგრას ხალხი უმუშევარი რჩება. როგორც ასეთი ძალიან ცოდვაა ხალხი. ქუჩაში სადაა სამუშაო, არსად არ არის, არაფერი არ არის. ხო, რით ყავს დასაქმებული ეს ხალხი? არ ყავს ხალხი დასაქმებული არავით. ხო, ცოდვაა ოჯახები გვაქვს, შვილები ყავს, ავადმყოფები ყავს, ბანკები არის, რაღაც არის. რა ვიცი, ხალხს არავინ არ იცოდეს. ფიქრობთ, რომ უნდა გაითვალისწინონ სოციალური ფონი და ამიტომ და შეწყდეს ეს პროცესი. კი, უნდა გაითვალისწინო, რა თქმა უნდა, მაგრამ ამდენ ხალხს ქუჩაში გამოიყვას. ხომ, მაგრამ დამეთანხმები, რა თქმა უნდა, ცოდვაა ხალხი. რა ვიცი, ამაზე ვარ დამოკიდებული. ასაგებია, მადლობა თქვენი მოსაზრებისთვის. სხვებსაც თუ ექნება სურვილი, მათთან გასაუბრებას შევძლებთ. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. შეძლებთ ვინმე რომ დაგველაპარაკოთ, თქვენი სათქმელი უთხრათ? კი. თქვენ გვეტყვით ქალბატონო რამეს? გვეტყვით, რას ფიქრობთ ამ პროცესზე, რაც მიმდინარეობს რამდენიმე საათია ამ ტერიტორიაზე? რას უნდა ფიქრობდი, მე საქაური თანამშრომელი ვარ და მეც მეწვის, როგორც ყველას ეტყვის ისე, მე 4 შვილი მყავს დედის სახლში. 4. ბავშვი, რომელიც მიყურებს ხელებში მე. რა უნდა 10 წელი აქანე ვმუშაობ. ლამაზია ხა ღამე მივიდნენ, ვირთხები ვიდა თხრიან და აპარტახებენ ყველაფერს, დღეშიც ადიყვნენ, მოსულიყვნენ. რატომ მოვიდნენ ასე გაუფრთხილებლად ღამით? თქვენ რა ახსნა გაქვთ ამ პროცესზე? ასე ჩვეიაჩენ მთავრობას ღამით. დღეს აბა ნორმალური ადამიანი მოვა გაგაფრთხილებს და დღეში დაიწყებს მგრევას თუ დასანგრევია და თუ არაა კანონიერი, მაგრამ 10 წლის მანძილზე გადასახადებს იხდიან. ყველაფერი, ხო? ყველანაირი გადასახადები შედის, ახლა გახდა უკანონო. ხო, საინტერესოა ქალაქის შემოსასვლელში, ქალაქის გულში ობიექტები ისე შენდება. რამდენი კლიენტია ზაფხულის განმავლობაში? აი ხო, ყველა ბიუჯეტში შედის. მთავრობას უფრო უნდა აწყობდეს. მე ვარ მარცხანელი. აქ დაბადებული გასდილი და ბაღნობაში აქ არ გადმოვდიოდით საბანაოდ იმის გამო რომ ყარდა აქაურობა. და ახლა შეხედეთ რა დღეშია. ამას პირიქით უნდა აფასებდეს. ან თქვენ გულისხმობთ იმას, რომ დანაგვიანებული ტერიტორია გაასუფთავეთ, მოაწესრიგეთ და ტურისტული ზონა გაახადეთ. მე მარცხანელი ვინცა, აგერ მარცხანლები არიან თითქმის ყველა მიცის, აქ საბანაოდ არავინ არ მოდიოდა. ესეთი ამბავი იყო. გაქვთ მოლოდინი იმისა, რომ უკვე შემდგომში დაანგრიონ მოქმედი ობიექტები. ახლა ამ ეტაპზე იგეგმება მხოლოდ ის ობიექტი, რომელიც არის სამშენებლო პროცესში. ალბათ სავარაუდოა, აბა. დაიწყებენ ალბათ აქედან და მიყვებიან ნელა-ნელა. აგენს ასე ჩვევიათ. ვის შეიძლება უშლიდეს ხელს ეს ობიექტები? თქვენ რა კავშირები შეიძლება ვარაუდია. ხელოვნურ კუნძულს შეიძლება დაუკავშირდეთ? შეიძლება, რა თქმა უნდა, კანეშნა. აბა. შესაძლოა უშლიდეს.
გამაღვიძეს ვიწექი, გაცივებული ვარ. ხმარ მაქვს, მოდის მოგიხდით. პირდაპირ ეთერში ხართ? ერთადერთი რაც არ მაქვს ეს არის ხმა ნორმალური. დანარჩენს არც ედმეც გეტყვით, არც შეურაცხყოფა, არც წყევლა გამორიცხულია. პადიომ კრანი კი არ უნდა მოიყვანონ და კი არ უნდა დაანგრიონ. ბულდოზერით და სატვირთვებით უნდა მოიტანონ სილა, ცემენტი, ხრეში, რომ ჩვენ უფროსობას აუგონ ძეგლი ბატონო. გასაგებია, ამდენი ხალხი დასაქმებული ყავს. ეს ერთი ტურიზმიო თავს რომ იკლავს ყველა და ეს ცხადია და ყველა ასხივებს ტურისტი არ შემოდის საქართველოში, ისე თუ არ მოვიდა ბათუმში, ნერვიულობ და ხმა არ მივარგა. თუ არ შემოვიდა ბათუმში შემოსული ტურისტი ზღვის გარეშე არ მიდის და ზღვის პირას მოსული თევზის გარეშე არ მიდის. ჩვენმა უფროსობა მე ამისთვის არავინ არ გადამიხდის პრემიას აკეთებს იმას, რომ ხალხი ყავს დასაქმებული და შემოსული სტუმარი არის კმაყოფილი. და პლუს თანამშრომლებმა რა უნდა ქნას? თანამშრომელმა მე 63 წლის ქალი პენსიონერი ვცხოვრობ მარტო, შვილებიც მყავს, რძლებიც მყავს, მაგრამ არც მთავრობას, არც შვილებს, არც რძლებს არ ვაწუხებ, იმიტომ რომ თავს ვირჩენ წარმოებით. უმუშაობ. ობიექტსაც ვცდილობ, რომ რაღაცა წვლილი შევიტანო და მეც ოჯახს ვარჩენ. ახლა თქვენ ჩემი შვილის ტოლი ხართ და დაგისვამთ შეკითხვას და მიპასუხეთ. მე რა გავაკეთო ხვალდილიდან? ეს კითხვა უნდა დავუსვათ ქართულ ოცნებას ხალბატონო და არა მე. იმას დავუსვით. ქართული ოცნება თუ სომხური ოცნება, ყველასთან დიდი ბოდიში, ჩემთვის სულ ერთია. მე ვიცი რომ ზეგ უნდა გამოვიდეს სმენაში. და დანარჩენი ახლა თქვენ რატომ გაწყობთ და რისთვის გაწყობთ? ამ წუთში ნებისმიერი თანამშრომელი გამაყოლეთ, გადმოვედი ხიდზე, ხომ? ხიდზე დამდგარი ადამიანი ხედავ, რომ დინარე ჩაედინება, ჩვენი სახლების ბოლოს მომავალ, დინარე ჩაედინება, დინარე ზღვაში ჩასული მიდის სამი მხრით, მარჯვნივ, მარცხნივ და პირდაპირ. მარჯვენა მხარე ამოუკეტეს მაგ თქვენმა კუნძულმა, პლუს პირდაპირ ჩასასვლელიც ამოუკეტეს და დარჩა აქეთ წამოსასვლელი და ჩვენ ისედაც არავდექით ამ უბნის ხალხი და არ უჩივით. და ახლა გადმოდის რომ იმს ნანგრევების და ყველაფრის გულისთვის ჩვენც უნდა დავზარალდეთ. შესაძლოა ეს პროცესი დაიწყო, იმიტომ რომ ხელოვნური კუნძულის შესაძლოა ეს პროცესი დაიწყო, იმიტომ რომ არ გაითვალისწინეს არაფერი. თუ შარშან იყო საუკუნის შტორმი, რა გარანტია გაქვთ თქვენ რომ 10 წლის მერე კიდე არ იქნება შტორმი. თქვენ ეს გჭირდებათ იმისთვის რომ დაუშვათ მიემატოს კუნძულს, მაგრამ ჩვენ რა გავაკეთოთ? მე გეკითხებით იმას, რომ ეს პროცესი იმიტომ ხომ არ დაიწყო, რომ შესაძლოა კუნძული ყავართ დასაქმებული. სად წაგვიყვანს ჩვენ მერი ამდენ ხალხს? 10 ოჯახი წაიყვანეს, აგე და 95 პატრული იყო მოსული და ამდენ თანამშრომლებს, ამდენი ობიექტის თანამშრომელი, რომელიც ვარჩენთ, ოჯახს და კიდე გიმეორე პენსიონერი ქალი ვირჩენ დავს, არც მთავრობას ვთხოვ და არც შვილებს, მე რა გავაკეთო მითხარი? ჩემო უფროსმა რა გააკეთოს? დანარჩენებმა რა გააკეთოს? ხალბატონო, თქვენ ახსენეთ ხელოვნური კუნძული. ხედავთ თუ არა კავშირს ამ პროცესთან? ხედავ რა თქმა უნდა. ხელოვნური კუნძული, იქეთ ქალაქი შესული, აქეთ და შუაში ახლა ამ ხიდებს რო არ დატოვებთ, მაგი ხომ ცხადია. ანუ შესაძლოა არ სიამოვნებდეთ მათ ასეთი ტიპის ობიექტები. კი არა, საქმეს არ სიამოვნებს. საქმეს არ აწყობს. და იმ კუნძულით ახლოს ნუ მოგაქვს ცუდი ხმა მაქვს ისედაც. იმ კუნძულით ჩვენ ბარცხანის ბენზე ბარცხანის მოსახლეობა ზარალდებით. იმიტომ რომ ჩვენი ეზოს ბოლოებზე ჩამოსულ მდინარეს შეუცვალეს ნაკადი. და ახლა სახლიდან დაზარალებული მოვდივარ, ხამე უძინარი მოვდივარ, როცა წვიმაარო, დინარი არ ამოვიდეს და აქ მოსასვლელსაც მიკეტავთ. ფაქტობრივად თამარის დასახლება ამ კუნძულმა შეკითხვაო. თქვენც როცა გიშვებდნენ ბულდოზერებით და მიკროფონით, თქვენც მედია ვარ, თქვენი ხმა უნდა მივაწვდინოთ საზოგადოებაში. გითხარით რომ უფროსობაც რანაირად არის და ჩვენ თანამშრომელიც გეუბნებით, კი არ უნდა დაანგრიოთ, ძეგლი უნდა აუშენოთ, იმიტომ რომ ტურიზმი მიყავს პირველ რიგში, ახლა ნუ არ უნდა ვეხებოდი ამ თემას, მიყავს ჩვენ ობიექტებს. ნებისმიერი ტურისტი აქ შემოდის. ამ ეტაპზე ვიცით, რომ უკვე მშენებარე ობიექტის დანგრევა იგეგმება. გაქვთ მოლოდინი, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს? სულ სხვა, მაგრამ შუაღამეზე დამადგები თავზე და მანგრევეს სულ სხვა. გაქვთ მოლოდინი, რომ შემდგომ ფუნქციური შენობების მოლოდინი არ მაქვს. წევარ ადამიანი გაცივებულია და გებულობ, რომ რაღაცა ხდება ჩემ ობიექტზე.
მე და ჩემნაირებს და ჩემზე უკეთესებს ზოგს სექსი აქვს, ზოგს ბიულეტინი აქვს, ზოგს ავადმყოფი ყავს სახში და ხვალ დილას ავდგებით თურმე და არაფერი. ეს ნორმალურია თქვენი აზრით? სხვა რესტორანს მე არ ვეხები, მე ვეხები ჩემს საქმეს. მე რა არის მე ეს მოლოდინი არაფერი არ მაქვს იმის გარდა რომ მე უნდა ავდგე ხვალის მეორე დღეს ზეგ და უნდა წამოვიდე სამსახურში. პენსიონერმა ქალმა უნდა ვიმუშაო რომ არ შევაწუხო არც ყველანაირად. რას აპირებთ ახლა? იმიტომ რომ უკვე ეს პროცესი იწყება ჯერჯერობით. ვაპირებ იმას რომ ავდექი და მოვედი აქ. მეტი ჯერ არ ვიცი რას ვაპირებ. ეს თქვენ უნდა დააპიროთ. ხალხის აზრი, ხალხის მოთხოვნა, გინდ ჩათვალეთ თხოვნათ უფრო მეტად, ახლა მოთხოვნა ამ ხელა თემაზე ვერ წავალ. ვინაიდან თქვენ ბარცხანის დასახლებაში ცხოვრობთ და ახსენეთ ხელოვნური კუნძული. ამ ხელოვნურმა კუნძულმა რა განწყობა შექმნა თვითონ ძალიან ცუდი, მაგრამ ყველა ამბობს, ნებისმიერი. მე ამ ისეთ სიტყვას არ ვიტყვი რომ ვინმე დამიბაროს და პასუხი მომთხოვოს. მე ჩემს სიტყვებს ვაკონტროლ. განწყობები ძალიან ცუდი. ყველანაირად ჯერეთი ამ ხნის ქალი ვარ, ხომ? მე ჩემი ზღვის პირზე ბარცხანაში 5 წუთში რო გადავდივარ ფეხით. ბავშვთან ერთად არის თუ მე ამ ხნის ქალი ჩავალ. ჭირდება მარილიანი წყალი ჩემ ვენებს და ფეხებს, ხო? მე პლიაზე შეზლონგზე ბულვარში ვერ წამოვკოტრიალდები მე ბოდიში. ეს ერთი ყველას მოუკეტეს. ნათესავი ჩამოდიოდა, სტუმარი ჩამოდიოდა, წელიწადში ერთხელ ერთმანეთს უნახულობდით, არავინ არ ჩამოდის, იმიტომ რომ ურჩევნია წევიდეს და იქირაოს ქალაქში. არ უნდა ჩემთან ქვებს და ღორს ხომ არ ნახავს. შეღობილია უკვე ვეღარ გახვალ სანაპიროზე. ვიცი, შეღობილი როა. აგართვეს ეზოში სანაპირო ზოლი, ასე გამოდის. დიახ. და კიდე რა იქნება აწი არავინმა არ იცის. ფათაშორის ეს პროცესი რომ დაიწყო ბარცხანის მოსახლეობა არ გამოვიდა, არაფერი უთქვამს, რატომ თქვენი აზრი? მე არ ვიცი, აქამდე არ ვიცი, მაგრამ არ გამოვიდა ალბათ იმიტომ რომ მაინც არ ქონდა აზრი. ახლა აზრი აქვს ჩემ მოსვლას აქ. ყველა ლოგინი გავაციე. არა აქ აზრი ჩემ მოსვლას, ხო? თუმცა მაინც მოვედი. თუმცა მაინც გეტყვით, რომ არ შეიძლება ასეთი რაღაცა. თუ აკეთებს ან უფროსი, ან უმცროსი რამეს არაკანონიერს ან ვინმე ზარალდება კი ბატონო, მაგრამ მე 1000-ჯერ გევიმეორებ რომ ამ უფროსობამ ერთადერთი გააკეთა ის რომ დაასაქმა ხალხი და პლუს შემოსული სტუმარი არის კმაყოფილი. სად ვარ მტყვანი მითხარი ჩემი გოგო. და რომ წახვალთ მეთქი ხომ გეუბნები ამას არ აქცევს ვინმე ყურადღებას აგერ ბარცხანის ხიდი როა. ბენზ იქეთ ქალა მახინჯაურის არხი ჩამომავალი მდინარე. შეაჩერეთ მანქანა და ნახეთ X კუნძულის ქვაღორღი სანამდეა შემოსული ნახევრად მდინარემდე. როცა გაწვიმდება, თუ ამოდიოდა მდინარე 3 მეტრზე, მე ვცხოვრობ ბაქრაცის 5 ნომერში მისამართზე, ახლა ამოდის კედლამდე. ღამე არ ვძინავს შიში. და ახლა იქ ღამე არ მძინავს, აქ დღე არ მოვედი, არ ვიმუშაო. ბარემ დევიწყობ გულზე ხელებს და იქნება, ხო? იცი რა მინდა გკითხოთ, ასეთი ტენდენცია არის ამ ქალაქში. ვისაც გავლენიანი პირები ყავს, მაგალითად ჩინოვნიკები, უკანონო მშენებლობებს იმათ არ უნგრევენ. უნგრევენ ასეთ ადამიანებს, რომლებსაც არ ახავთ პატრონები. ეს რაზე მეტყველებს თქვენი აზრი? არ ვიცი, შენ შემოგივლე, პატრონები ვის ყავს და ვის არ ყავს, ეს უკვე მე არ ვიცი. ანდა მე რაც ვიცი და რაც არ ვიცი, იმას საზღვრავ, რა ვთქვა და რა. არა, მე გეკითხებით იმას, მაგალითად ქართული ოცნების წევრები უკანონოდ აშენებენ. ოცნებას თქვენ უაწვევით. მე არც ოცნებას ვამბობ, არც სხვა მხარეს. მე ვამბობ იმას, რომ არის ამხელა ობიექტები აშენებული, გაკეთებული, თანხა ჩადებული. ჩვენ ყველამ ვიცით, როგორც ასეთი კლიენტი ქვია, ჩვენი კლიენტი. მოდის ადამიანი და მეუბნება, არ მინდა მე სხვაგან არ წავალ. შენი შემწვარი თევზი მინდა. ასაკებია, მადლობა თქვენი მოსაზრებისთვის. თქვენ ისმენდით კიდევ ერთი დასაქმებულის მოსაზრებას პირდაპირ ეთერში და ამ ქალბატონმა ახსნა ის მოლოდინები, მისი ახმები, რაც შესაძლოა ამ პროცესს უკავშირდებოდეს, მათ შორის თქვა, რომ ხელოვნურ კუნძულთან შეიძლება დავაკავშიროთ ეს თემა, რადგან შესაძლოა ასეთი ტიპის ობიექტები მათ ინტერესში არ შედიოდეს და სწორედ ამიტომ დაიწყო ეს პროცესი და თავდაპირველად უნდა დაინგრეს ეს ობიექტი, მშენებარე ტიპის ობიექტი,
რომელსაც თქვენ ახლა კადრში ხედავთ, თუმცა აქ დასაქმებულებს სხვა რესტორნებში აქვთ მოლოდინი იმისა, რომ შესაძლოა ეს პროცესი გაგრძელდეს და უკვე მოქმედი ობიექტების დემონტაჟი დაიწყოს. შემოსასვლელი გზა კვლავ ფართოვდება, როგორც ხედავთ, ვერ ახერხებს ისე მძიმე ტექნიკა ადგილზე შემოსვლას და სწორედ ამიტომ მიმდინარეობს ახლა ორმოს ამოთხრა, რათა მძიმე ტექნიკამ შეძლოს მილების ქვეშ გამოვლა. ამ ტერიტორიაზე სხვა რესტორნებში დასაქმებულები რჩებიან და როგორც თავად ამბობენ, ისინი დააკვირდებიან პროცესს, პარალელურად გამოთქვამენ საშიშროებას იმისა, რომ შესაძლოა შემდგომი იყოს მათი ობიექტები, რომლებშიც ისინი არიან დასაქმებული და ეკონომიკურ საქმიანობას ეწევიან და ფაქტობრივად აქედან მიღებული ანაზღაურება მათი ოჯახებისთვის არის შემოსავლის ერთადერთი წყარო.
კიდევ ერთხელ განმარტავ მაყურებლისთვის, რომ ჩვენ ვიმყოფებით თევზის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ქართული ოცნების ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექცია აპირებს, რომ ამ შენობის დანგრევა დაიწყოს, რასაც თქვენ ახლა კადრში ხედავ და ვიცით ის, რომ ეს ობიექტი თავის დროზე აშენდა უნებართვოდ და როგორც ხელმძღვანელმა მეპატრონემ ჩვენთან მცირედი კომენტარის სახით თქვა ის, რომ ამ შენობის მშენებლობა დაახლოებით 1 მილიონი დაუჯდა და მას არ ქონია ნებართვა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ისე აშენდა ეს შენობა და ფაქტობრივად დასასრულს უახლოვდება. არანაირი ინფორმაცია არ გააჩნდა მაკონტროლებელ ორგანოს, რომ ემოქმედა და ამ შენობის მშენებლობა უკვე საწყის ეტაპზე შეეჩერებინა. აი მე მგონი უკვე მოახერხა მძიმე ტექნიკამ ამ ტერიტორიაზე შემოსვლა. ვიდრე მძიმე ტექნიკა ამ ტერიტორიაზე შემოაღწევდა, მანამდე გზა გაიყვანეს, რადგან სამანქანო გზა რაც არსებობდა აქ, იმის თავზე გადიოდა მილები და გზის ზედაპირის სიდაბლის გამო ვერ მოახერხა მძიმე ტექნიკა შემოსვლა და ამიტომ ამოთხარეს ორმო და ამ ფორმით შეძლო უკვე მძიმე ტექნიკა ამ ტერიტორიაზე შემოსვლა და უნდა დაანგრიონ ობიექტი, რომელსაც თქვენ ახლა კადრში ხედავთ. თუმცა აქ დასაქმებულებს, უკვე მოქმედი რესტორნების მფლობელებს, ასევე შიდა ტერიტორიაზე დასაქმებულებს აქვთ მოლოდინი იმისა, რომ ეს პროცესი გაგრძელდება და უკვე შემდგომში მათი ობიექტების დემონტაჟის პროცესი დაიწყება. მძიმე ტექნიკა თითქმის მივიდა იმ ობიექტამდე, რომლის დემონტაჟის პროცესი დაიწყება წუთი-წუთზე. ეს არის ის ობიექტი, რომელშიც უნდა დაეწყო ფუნქციონირება თევზის რესტორანს. მფლობელმა, როგორც თქვა, ეს უნებართვოდ ააშენა, 1 მილიონამდე დაუჯდა და ახლა უკვე მოვიდა მუნიციპალური ინსპექცია და დემონტაჟის პროცესი იწყება. ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაიწყო ეს პროცესი. და უკვე სხვა რესტორანში დასაქმებულებს აქვთ იმის მოლოდინი, რომ შესაძლოა დემონტაჟის პროცესი გაგრძელდეს და უკვე შემდგომში მათი ობიექტების ნგრევა დაიწყოს. ისინი ახლა მოშორებით იმყოფებიან და ასე შორიდან აკვირდებიან უკვე პროცესს, რასაც თქვენ ახლა პირდაპირ ეთერში ხედავთ.
მაყურებელი კითხულობს, ამიტომ გავიმეორებ კიდევ ერთხელ, ეს არის ბათუმი, თევზის ბაზრის მიმდებარე ტერიტორია. თქვენ კადრში ხედავთ სანაპიროს, სადაც ფუნქციონირებს არაერთი რესტორანი, თევზის რესტორანზეა საუბარი და კიდევ ერთი რესტორნის მშენებლობა მიმდინარეობდა, თუმცა მუნიციპალურმა ინსპექციამ ეს პროცესი შეაჩერა და ახლა იწყება უკვე ამ კონსტრუქციის დემონტაჟი. თუმცა სხვა რესტორნებში, სადაც არიან უკვე ადამიანები დასაქმებული და არის ფუნქციური, აქვთ მოლოდინი იმისაა, რომ უკვე დაიწყება მათი ობიექტების დემონტაჟიც. საინტერესო ის გარემოებაც, რომ ამ ხელა შენობა, ამ ტიპის შენობა აშენდა ქალაქის შემოსასვლელში, ქალაქის ცენტრში, გულში, ფაქტობრივად სანაპიროზე ზღვის პირველ ზოლში და მაკონტროლებელმა უნებართვო შენობა მას შემდეგ შენიშნა, ყოველ შემთხვევისთვის ასე ამბობენ, მას შემდეგ შენიშნა, რაც უკვე სამშენებლო პროცესი დასასრულს უახლოვდებოდა. ცოტა პროცესი არის უცნაური, ვერ გავიგეთ რა ხდება, ზოგჯერ ტექნიკა მოძრაობს, ზოგჯერ ჩერდება რამდენიმე წუთის განმავლობაში. რა ხდება ადგილზე, ჯერჯერობით ვერ გავიგეთ, ვაკვირდებით და ვცდილობთ გავიგოთ უფრო მეტი, რადგან მუნიციპალური ინსპექცია ასეთ დროს საზოგადოების ინფორმირებაზე არ ზრუნავს და მედიას როგორც ყოველთვის ვარაუდებით უწევს საუბარი და იმაზე საუბარი, რასაც ხედავს პირდაპირ ეთერში. პროცესი ამ ეტაპზე არის შეჩერებული, რთული არის იმის თქმა, რა ხდება, იმიტომ რომ მძიმე ტექნიკა შეჩერდა და იმ კონსტრუქციის ირგვლივ არიან მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები, ასევე პოლიციელებიც იმყოფებიან და ჯერჯერობით არ ვიცით ეს პროცესი როდის დაიწყება.
ძიმე ტექნიკა გამორთეს და ჯერჯერობით კვლავ არის გაურკვეველი ვითარება, როდის დაიწყება დემონტაჟის პროცესი. არავინ იცის, არ განმარტავს მუნიციპალური ინსპექცია, ჩვენ ადგილზე ვრჩებით, თუმცა სიახლე ჯერჯერობით არაფერი არ არის და მგონი უკვე სასურველი არის დავასრულოთ პირდაპირ ეთერი, რადგან მოვლენები აღარ ვითარდება. თუმცა პირდაპირ ეთერის გათიშვის შემდგომ ჩვენ ადგილზე დავრჩებით და პროცესებს დავაკვირდებით. სიახლის შემთხვევაში კი ამბებს შემოგთავაზებთ უწყვეტ რეჟიმში. ასეთი იყო ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ვითარება თევზის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ ეტაპზე უნდა დაანგრიონ, როგორც მუნიციპალური ინსპექცია განმარტავს, მშენებარე ობიექტი, თუმცა აქ უკვე მოქმედ რესტორნებში დასაქმებულებს აქვთ იმის მოლოდინი და საშიშროებას გრძნობენ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება და შემდგომ უკვე დაანგრევენ მოქმედ რესტორნებსაც და სწორედ ამიტომ ისინი აქ იმყოფებიან და ცდილობენ ამ ფორმით მაინც გამოხატონ მათი სათქმელი და როგორც თქვენ უსმენდით ღია ეთერში მათ მოსაზრებებს ისინი ამ პროცესს ეწინააღმდეგებიან და ამბობენ, რომ მათთვის ეს არის ერთადერთი შემოსავლის წყარო და ოჯახები დაახლოებით 500-მდე ოჯახი დამოკიდებული არის ამ ფინანსურ შემოსავლებზე. მადლობა რომ უყურებდით აჭარა ტაიმსის პირდაპირ ეთერს, მადლობა რომ გვენდობით, ჩვენ ვცდილობთ რომ გიჩვენოთ ამბები პირდაპირ ეთერში შეალამაზების გარეშე და მოგიყვეთ მოვლენები, რაც ვითარდება ჩვენს გარშემო. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ, ჩვენ ადგილზე ვრჩებით და დავაკვირდებით პროცესს. განახლებული ინფორმაციის შემთხვევაში კი ჩვენ ცხადია შემოგთავაზებთ განახლებულ ინფორმაციას. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ, ნახვამდის.